კლუბებს თუ ყიდი ყოველთვის ვერ გეყოლება ვერც ერთი სტაბილური მომხმარებელი, მაგრამ სამსახურიდან არ წამოვსულა გამომაგდეს. ჩამეძინა. ქართველი მარკეტერი, რომელსაც სარეკლამოს აგენტოები ვერ იტანა. ეგ ჩისტა მარკეტინგული ჩემი თავი აღვიქვი როგორც ადამიანი, რომელიც ბოლო ჯამში ბჭყალებში რო ვთქვათ, ღმერთს ყიდის. მე დედაჩემმა დაალომბარდა თავისი ნიშნების პეჭედი, მას ესხაფული. სხვა შორის იმ მიკროსაფინანსოში დაალომბარდა საიდანაც გამომაგდეს და ჩამოვიტანე გაზის დეტექტორები. ეგ იყო ჩემი პირველი ბიზნესი, ასე ვთქვათ. შეუძლებელია ის მსგავსად შექმნილი ადამიანი არ იყოს გენიალური, ან გენიოსი რაღაცა სფეროში თუ იპოვის იმ საქმეს, რაშიც გულს და სულს ჩადებს. იცი რა, მე მგონია რომ ზოგადად სიმდიდრეს, გაყიდვებს და ამ შემდეგ არათუ რელიგია აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია არასწორად განმარტავს. თუ მომხმარებელი არ ბრუნდება, ინდიკატორია რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. პანდემიის დროს აღმოჩნდა რომ საქართველოში ვაფშე არ შევება პირბად. მაგრამ მე გამარჯობა Founders Club-ის მომდევნო ეპიზოდით დაგიბრუნდით. ტრადიციულად გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის წარმომადგენია კომპანია Live Support, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესებს სთავაზობს IT outsourcing-ს, კიბერუსაფრთხოებას და სხვა დაკავშირებულ სერვისებს, ხოლო ჩვენი სპონსორია More ABC, რომელიც More Global-ის Excel-ის წევრი საკონსულტაციო კომპანია და აქ თავაზობთ ბუღალტერიას, აუდიტს, საშემფასებლო მომსახურებას, საგადასახადო რისკების ანალიზს და ასე შემდეგ. დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი გოგეშვილი. მადლობა გიორგი მოწვევისთვის კი არა, მოსვლისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ ხარ, როგორ დაიწყო 2026 წელი შენთვის? საინტერესოდ. საინტერესოდ. ბალიდან ახალი ჩამოსული ხარ? ხო, ბალიდან ჩამოვედი და რაღაცა გეგმები, რაღაცები გადავაფასე ისე რომ რაც მქონდა დაგეგმილი ახლოვან შორეულ მომავალში ცოტა გადახედვა მოგვიწია და მაგას გულისხმობ რომ თქვი საინტერესოდ მეთქი რა, იმიტომ რომ დავშევნახოთ. ოკეი. კი ბატონო, მოდი გადავახვიოთ მაშინ უკან. შენი პირველი ნაბიჯები მაინტერესებს კარიერაში. და მარკეტინგში, რატომ მარკეტინგი, რატომ აირჩიე მარკეტინგი და როდის ქონდა პირველი შეხება რომ მიხვდი ამის კეთება რომ გინდოდა. გინდა ისეთი პასუხი გაქცე, რაც არსად არასდროს არ მithkoms და ჩემი აზრით, არ ვიცი შეიძლება ბევრისთვის ცოტა უცნაური აღსაქმელი იყოს, მაგრამ რეალური მიზეზი საიდან აღმოჩნდი მარკეტინგში, სინამდვილეში ეგ არის. გაინტერესებს? რა თქმა უნდა. ეგ გაინტერესებს თუ გაინტერესებს. ცხოვრების დიდი წილი ვიყავი ძალიან რელიგიური ადამიანი. ქრისტიანი ალბათ. კი. და მიწევდა ჩემი რელიგიის შესახებ საუბარი, ჩემი აღსარებლობის შესახებ საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც არ იყვნენ თუნდაც ქრისტიანები. მუსულმანებთან, იუდეველებთან და ასე შემდეგ. ერთ დღესაც უბრალოდ სხვანაირად შევხედე ყველაფერს, ზუმ-აუთი გავაკეთე და ჩემი თავი აღვიქვი როგორც ადამიანი, რომელიც ბოლო ჯამში ბჭყალებში რო ვთქვათ, ღმერთს ყიდის. სინამდვილე ეგ არის რა, ანუ შენის გჯერა და მე მოვდივარ შენთან, შენ ცდილობდი რომ აგიხსნა შენი რელიგია, რელიგიური შეხედულებები და სხვებიც მოგექცია შენ რელიგიაზე, ეგ იყო. როცა რაღაცაში გულწრფელად ხარ დარწმუნებული, გინდა რომ ამ ჭეშმარიტებაში სხვასაც გაუზიარო. და ბოლო ჯამში დავამუღამე რომ ყველაფერი მარკეტინგია. მათ შორის რელიგიაც? კი. კი, ანუ თან რელიგია ყველა მახასიათებლით მარკეტინგული პროდუქტია. მე არ ვამბობ სულიერებას, ვამბობ კონკრეტულ რელიგიურ რელიგია როგორც რაღაც ინსტიტუცია ალბათ. ხო, და მეთქი ბიჭო, სადაც ადამიანს შემიძლია ჩემი რწმენა მივყიდო, ბჭყალებში მივყიდო, ესე იგი ძალიან მაგარი უნარები მაქვს გაყიდვების და მარკეტინგის. და გამოგდიოდა კარგად გაყიდვა რელიგიის? კი, იმიტომ რომ როცა რაღაცის გულწრფელად გჯერა, ამაზე საუბარიც მარტივია, როცა ამის თავარი მოტივი ის არის, რომ შენთვის ამის გაზიარება, შენთვის სიკეთის მომტანია, მე შენზე მეტად ვარ დაინტერესებული, რომ ეს ისე მოგაწოდო, რომ შენთვის მარტივად აღსაქმელი იყოს. და მარკეტინგი ეგ არის. მარკეტინგი არის პროცესი, როდესაც ის რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ შენთვის სასიკეთოა,
შენზე მეტი დრო დავუთმო იმის კარგად გააზრებას, იმის კარგად კომუნიკაციას, რომ შენთვის მარტივად აღსაქმელი იყოს. ჩემი შემდეგ კითხვა იყო რა გაყიდე პირველად თქო, მაგრამ ეგრე გამოდის რომ პირველად გაყიდე საკუთარი რელიგია, საკუთარი წმენდა. პირველად გავყიდე სხვა შორის შეიძლება პირველად რაღაც მანქანა გავყიდე, რა ტელეფონი გავყიდე. მუღამი მქონდა რომ სახლიდან ძველი ნივთები არ გადამეყარა, უბრალოდ გამეყიდა. პროცესი იყო ძალიან საინტერესო. მათ შორის შეთავაზების, ვაჭრობის, თან ვარ ბავშვი 13 წლის, 14 წლის. და იმდენად კარგად გამომდიოდა, იმიტომ რომ ყოველთვის ვყიდდი ძალიან გულწრფელად რა. ჩემს პროდუქტზე. ბოდიში ეგ გაზრების პროცესი მომენტი როდის იყო უფრო? მაგ პერიოდში იყო თუ შემდეგ იყო უფრო? 13-14 წლის ასაკამდე თუ? არა, შემდეგ რომ დავამუღამე. იმიტომ რომ 13-14 წლის ასაკი მაგისთვის ცოტა ის არის, პატარა არის. არა, 13-14 წლის ასაკში სამრეცხაოზე მუშაობდი, მანქანას ვრეცხავდი რა, და მანდაც მქონდა სხვა შორის რაღაც ისეთ მიგინებები, რომ ხედავდი რომ 5 ბოქსი იყო სამრეცხაოზე. და ყოველთვის რიგები იყო. და ერთ-ერთ ბოქსში სადაც მე მუშაობდი, ამ სამრეცხაოს ნაწილი იყო რა და ვუთხარი მე პატრონე უცხოარი ოჯახის წევრი იყო. ვუთხარი რომ მეთქი ამ ერთ ბოქსს მეთქი მე ავამუშავებ. უბრალოდ მეთქი უფრო ძვირს დავადებ, სამაგეროდ ნაკლები ხალხი მეყოლება და სამაგეროდ ურიგოდ შევძლებ მომსახურებას. და მაშინ დავამუღამე რომ რაღაცების ეს გადათამაშება და სხვასთან მუშაობის ნაცვლად იმ პასუხისმგებლობის აღება და შენით დალაგება საინტერესო პროცესია რა. მაგრამ მაშინ ვერ ხვდებოდი რომ ამას მარკეტინგი ერქვა, გაყიდვები ერქვა, შეთავაზების მომზადება ერქვა და ასე შემდეგ. შემდეგ რა იყო? შემდეგ რა მოხდა? შემდეგ მუშაობდი. როგორ განვითარდა შენი კარიერა? შემდეგ მუშაობდი ჩვეულებრივ სამსახურებში, რა, მოლარეთაც, გაყიდვების კონსულტანტადაც და ასე შემდეგ, დაცვადაც კაფეში და ასე შემდეგ რა. ყველა ამ პროცესში სიმართლე გითხრა ვიწყებდი მუშაობას, იმიტომ რომ ხელფასი მჭირდებოდა. მაგრამ ყოველჯერზე ვამუღამებდი რომ ხელფასზე გაცილებით მეტ რაღაცებს სწავლობდი თითოეულ პროცესში რა. ხო, არა ხელფასისთვის კი არ მუშაობდი, არამედ გამოცდილების მისაღებად მუშაობდი ალბათ, ხო? მე აღმოჩენილა რომ მიღირდა გამეგრძელებინა თუნდაც დაბალ ხელფასზე, იმ გამოცდილების სანაცვლოდ რაც იქ ჩანდა რა, მილიონ რაღაცა შეიძლება და დაგვირვება. თუნდაც დაცვად რომ მუშაობდი, ეგ ის პერიოდი იყო, სტუდენტი ვიყავი. და დავამუღამე რომ ბიჭო უნივერსიტეტში დავდივარ, ფულს იქეთ ვიხდი, კაი გრანტით ვიყავი, მაგრამ დროს ვიხდი და თითქმის ვერაფერს ვერ ვსწავლობ და აქ დაცვის სკამზე ვზივარ, აქეთ მიხდიან 500 ლარზე რამდენ რაღაცას ვსწავლობ და აქეთ მიხდიან მეთქი. რა ისწავლე ყველაზე ღირებული მაგ პერიოდში? თუ შეგიძლია. რანაირად ლაპარაკობდნენ სტუმრები, ისეთ კაფეში მუშაობდი, სადაც ძირითადად ეს ბიზნესის ტიპები შემოდიოდნენ. რანაირად ლაპარაკობდნენ მოლაპარაკებები, შეთავაზებები, რაღაცა წილებზე ლაპარაკობდნენ თუ ურთიერთობებზე, როგორ ეცვათ, როგორ ეპრობოდნენ ერთმანეთს, როგორ ეპრობოდნენ საპირისპირო სქესს. და რამე საინტერესო დაკვირვებებიც გექნება. ინსაიტები. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო, რომელიც დღემდე მახსოვს. ცნობილი ტიპია, ყველა ვიცნობთ ამ კაფეში. კი, ხშირად შემოდიოდა და ეს ტიპი იყო გაბრაზებული რაღაცაზე, რომ მოკლედ სადღაც მიმიყვანა ამ კაცმა ფული მიმატანინაო და აღმოჩნდა რომ ის მხარეს რაღაცა რაც უნდა გაეკეთებინა, მოკლედ ტყილა მიმატანინაო ეს ფული და დავდივარ რომ მთელი დღე $1,000,000 იმ ორს ეუბნება. და მე 16 თუ 17 წლის ვარ და ვზივარ ესე და იმათმა კითხეს ხო არ გადაოფო, დაცვით არ დადიხარო, არა დაცვით არო, მაგრამ თან დამაქო და გვერდით უდევს. მე ისე შევედი მუღამში რომ ვკითხე რომ ბატონო ესეთ მეთქი. შეიძლება ვნახო მეთქი. და ამ ტიპმა ის ორი არ იყო დიდად ნაცნობი, ეს კაცი დადიოდა ძალიან ხშირად. იმ ორმა ძალიან უცნაურად შემხედეს, მაგრამ ამან მითხრა მოდიოგიო გახსნა. პროს არ დახედო, ხელი მოკიდეო. და ეს რაღაცას გეტყვიო. როცა ვიღაცაო იმაზე ოცნებობსო, რაც ჩვენთვის უკვე რეალური არისო. დაეხმარებო იმ ადამიანსო, დაიჯეროსო, რომ მისი ოცნებები რეალურად არსებობს. მეორე დღეს ხო ყველას მოუყევი უნივერსიტეტში, რომ $1,000,000 ვნახე მეთქი და ხელში მეჭირა და ასე შემდეგ. მაგრამ იმ კაცის ინსაიტი მახსოვს. როცა ვიღაც რაღაცაზე ოცნებობს, რაც ჩვენთვის უკვე მიღწეულია და რეალურად დაეხმარე იმ ადამიანს, რომ
გაიაზროს, რომ მისი ოცნებები რეალურად და არსებობს. გახდა შემდეგ შენთვის ერთ-ერთი მამოძრავებელი ცხოვრებაში. სხვა შორის ერთ-ერთი რაღაცნაირი მამოძრავებელი რაც რო გავიდა უფრო და მე ის ფაქტი უფრო კარგად მახსოვდა, მაგრამ რაც რო გავიდა უფრო და უფრო კარგად გავიაზრე რა იგულისხმებოდა თურმე რა, იმიტომ რომ რეალურად რაზეც არ უნდა ვოცნებობდეთ, თუ ეს ოცნება რეალურ სამყაროში არსებობს, უფრო მეტიც გვაქვს ფაქტები, როცა ტიპებს ვისაც ხედვა ჰქონდათ და ოცნება ჰქონდათ რეალურ სამყაროში განახორციელეს ის, რაც მარტო მათ გონებაში არსებობდა. ნებისმიერი ნივთი რო ავიღოთ, თუნდაც iPhone-ი, იმიტომ რომ არსებობს, რომ ვიღაცას გონებაში ჰქონდა და რეალურ სამყაროში დაარეალიზა. და ერთ-ერთი ისევ მაკაცისგან მახსოვს, რომ პირადად ჩემთვის ნათქვამი არ ქონდა, უბრალოდ საუბარს მოვყარი ყური, რომ ახლა საქართველოში ქართველი ტიპიო, როდის შეულობს ფულს, 35 წლის მერეო რა. მანამდე უბრალოდ რაღაცებს თამაშობსო, გონია რომ გამოუვაო, არ გამოზდისო და 35 წლის მერე შეულობ ფულს რა. და ეს ისე ჩამრჩა, რომ 35 წლამდე რაღაცები რაც გამომდიოდა თუ არ გამომდიოდა, გულს აღარ მიტეხავდა რა. მილიონი რაღაც არ გამომსვლია, აღვიქვამდი როგორც საცდელ სავარჯიშო ეტაპს იმისთვის, რომ მე რაღაცები მოხდება, იმის დატევა შეუძლო რა. სხვათა შორის მამაჩემი ამბობდა 30-დან 45 წლამდე ყოფილა ყველაზე კარგი პერიოდიო. ხო, რა ის ცხოვრებაში. მამაჩემიც ბიზნესმენია და არ ვიცი რამენად კავშირში არის თუ არა, მაგრამ ხო გამახსენდა. ფულის შოვნა შენ როდის დაიწყე? 35 წელი ახსენე. 35 წელი იყო შენთვისაც რაღაც გარდამტეხი თუ ისე ფულის შოვნა უფრო ადრე პროცედურა აი მოდი ესე გკითხავ, როდის წამოხვედი სამსახურიდან, როდის იყო შენი ბოლო სამსახური და როდის დაიწყე უკვე საკუთარი საქმის კეთება, აი რა საკში, რა პერიოდში, აი ეგ მაინტერესებს. სამსახურიდან არ წამოვსულ, გამომაგდეს. ჩამეძინა. მოლარე ოპერატორად მუშაობდი ერთ-ერთ მიკროსაფინანსოში და ჩამეძინა და გამომაგდეს. და მაშინ ისეთ პერიოდი იყო, რომ ანუ სამსახური ძალიან მჭირდებოდა. მამაჩემი დაჭერილი იყო, სახლში შემოსავალი არ ჰქონდა და ძალიან რთული ასადანი იყო, მივედი ვთხოვე და რაღაცა არ აღმადგინეს რა და მე შემთხვევით აღმოჩნდი ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მტვერსასრუტებს ვყიდდით და რომ მივედი $4,500 ღირდა მტვერსასრუტი. და მეთქე ბიჭო, კაია ეს მტვერსასრუტი, მაგრამ საქართველოში $4,500 ვის აქვს მტვერსასრუტში გადასახდელად. ამდე მე მან რას უნდა შვებოდეს ეგეც. ხო რა, ყველაფერს შვება იდეაში რა, მაგრამ რასაც გინდა შვებოდეს მტვერსასრუტია რა და ამ ტიპებმა მითხრეს, რომ ნახე, ამ პრეზენტაციაზე არისო, არ ვიცი. ერთი 10 წელი ნამუშევარიო, ერთი 10 წელი სხვადასხვა კომპანიაში ჩვენი საქმიანობა ამ პრეზენტაციით ყიდის ამ პროდუქტს. და ყოველ ჯერზე იხვეწებაო და არც ისეთი განსაკუთრებული ტიპი შეიძლება იყოს, რომ შენ შემთხვევაში ამ პრეზენტაციამაც ვერ გაყიდოს. ამას თუ ჩაატარებ, მსმენელი თუ აქვს რესურსი რომ იყიდოს, იყიდის. და ჩემთვის გახდა საინტერესო პრეზენტაცია, რომ მეთქი რას ვამბობ ეგეც რა. კი, იქეთ შეიძლება რელიგიური საქმიანობა არ მქონდა შეწყვეტილი, მაგრამ იმას გაყიდვებთან ვერ ვაკავშირებდი რა. და ეს უფრო პირდაპირ კავშირში იყო გაყიდვებთან. და მეთქი ბიჭო, რას ვამბობ ისეც, ანუ რას ისმენს იქეთ ამ ხარე ისეც, კომპიუტერები ვართ ხო, რაღაცა ინფორმაცია შედის ისეთი, რომელიც ცოტა ხანში ამ ადამიანს აწყვეტინებს, რომ იყიდოს $4,500-იანი მტვერსასრუტი, სახლის მტვერსასრუტი და ყიდულობდნენ ტიპები, ვისაც სახლიც არ ჰქონდათ. ანუ ფარდა არ ჰქონდათ სახლში და უნდათ ყიდვა. ეგ პრეზენტაცია ძალიან მომეწონა. მალევე წამოვედი იქედან და ეს პრეზენტაცია დავშალი მომრავლებად. ერთია რომ რას გეუბნები, მაგრამ მეორეა რატომ მომინდა რომ ეგ რაღაცა ეგრე ყოფილიყო სათქმელი რა. ამის უკან ხო მიზეზები დგას. და მაგედან მალევე დავიწყეთ ჩემი საქმე, დედაჩემმა დაალომბარდა თავისი ნიშნობის ბეჭედი, მას ესხა ფული. სხვა შორის იმ მიკროსაფინანსოში დაალომბარდა, საიდანაც გამომაგდეს და ჩამოვიტანე გაზის დეტექტორები. ეგ იყო ჩემი პირველი ბიზნესი, ასე ვთქვათ. ჩამოვიტანე გაზის დეტექტორები, რომელიც ახლა ყველა სახლში აქვს, მაგრამ მაშინ არ იყო რა. და ბავშვობიდან ვაწუხებდა ის ფაქტი, რომ ვიღაცები იგუდებოდნენ გაზით და ფეთქდებოდნენ და ბავშვობიდან მეგონა რომ დიდობაში ესეთ აპარატს მე თვითონ შევქმნიდი. მაგრამ დიდობაში აღმოვაჩინე რომ თურმე ჩინელებს შექმნილი აქვთ უკვე.
და ჩამოვიტანე ჩინეთიდან და ჯერ ვცადე სტანდარტულად გაყიდვა და ვერ გავყიდე, საერთოდ ვერ გავყიდე. რატომ ვერ მოახერხე? თავიდან ვცადე ზუსტად ისე გაყიდვა, როგორც მირჩია ჩემი მარკეტინგის ლექტორმა. ჩააბარა იქ, სადაც გაზის აპარატურა იყიდება, სადაც ხალხი ყიდულობს გამათბობლებს, იმას დაადე 3 ჯერ მეტი ფასი, იმისთვის რომ მეტი ჩამოიტანო და სახში 1/3 წამოიღო რა. არ გაიყიდა. და მე გადავაკეთე პრეზენტაცია, ჭორსასრუტის პრეზენტაცია მოვარგე გაზის დეტექტორებს. უბრალოდ შევცვალე პროდუქტი, შევცვალე პრობლემები, შევცვალე ტკივილები, რაც მომხმარებელს ჰქონდა და იგივე პროდუქტი 36 ლარად, რასაც ვერ ვყიდით, დავიწყეთ 350 ლარად გაყიდვა. იმიტომ რომ პროსტო მესმოდა სინამდვილეში რას ვყიდი, იმიტომ რომ სიცოცხლეს ვყიდი. რა ანუ მან გავიაზრე რომ რასაც უნივერსიტეტში გვასწავლიდნენ გაყიდვებზე ან მარკეტინგზე საერთოდ არანაირი შეხებაში არ იყო რეალური ბიზნესი. ეგრე არის ზოგადად რომ რასაც გვასწავლიან მარკეტინგზე უნივერსიტეტში რეალურ ცხოვრებაში ცოტა სხვადასხვაგვარად არის? მარტივად შევხედოთ რა, თუ მარკეტინგს გასწავლის ტიპი, რომელსაც აქვს თვეში 500 ლარი ან 800 ლარი, თუ თავის თავს ვერ ყიდის 800 ლარზე მეტად, ცხოვრებას თუ მთელი ცხოვრების ერთ თვეს ტიპი ყიდის 800 ლარად. ისიც არის ის რამდენი აქ დარჩენილი და 800 ლარად ყიდის. იმან რა გაყიდვა უნდა გასწავლოს, ცხოვრებას ყიდის 800 ლარად. თუმცა ხო შეიძლება რომ თეორიიდან რაღაც ალბათ თეორიაზე უფრო იყო აქ აქცენტი, რომ აი თეორია უფრო მნიშვნელოვანია თუ პრაქტიკა, იქ მაინტერესებს. ანუ უეჭველი პრაქტიკა 7. ნახე, თეორია რო იყოს პრაქტიკაზე მნიშვნელოვანი, მაშინ ლექტორები უნდა იყვნენ მილიონერები. ანუ მე არ მჯერა რა, ფული შოვნას მასწავლი უნივერსიტეტში და შენ თუ ვერ შოულობ ფულს, ვერ მასწავლი. ეგ იყო მომენტი, როცა დავამოუღამე რომ პროდუქტი უნდა გამეყიდა არა იქიდან გამომდინარე რა თვითღირებულება ჰქონდა და ამ შემდეგ. იქიდან გამომდინარე რა პრობლემას წყვეტდა. და ეს ჭორსასრუტი არ წყვეტდა სიკვდილ სიცოცხლის საკითხს, მაგრამ იმის გამო რომ ვიღაცა ტიპებს ეს აპარატი თავის დროზე სახში არ ჰქონდათ, მოკვდნენ. რეალურად ესე იგი გამოდის რომ შენ პროდუქტი რომელიც რაღაც ჩინეთის ბაზარზე იყიდე 12 ლარად. ხო, 12 ლარად მოარგე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას რა საჭიროებას. პრობლემა იყო, ანუ ყოველ სეზონზე და გაზარდე ღირებულება ამით ამ პროდუქტის. ხო, ყოველ სეზონზე ოჯახები იგუდებოდა, ხალხი იგუდებოდა, ფეთქდებოდა, ტელევიზორში ხშირად გადმოსცემდნენ. და გავიაზრე რომ პროდუქტის ფასს რა მნიშვნელობა მე შეიძლება საერთოდ მაჩვენო, ახლა ოქრო რო ვიპოვან, ვიღაცამ დამიტოვოს, ამის გამო ამ ოქროს ფასი არ იცვლება, მაინც იმდენი ღირს, რამდენიც ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უფასოდ მოვიდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითღირებულებას. მნიშვნელობა აქვს ერთადერთ რაღაცას. რა ღირებულების პრობლემას ჭრის. მარკეტინგის გენიოსად თუ მიგაჩნია თავი, ეგ მაინტერესებს და ზოგადად ვინ არის გენიოსი, რადგან ეს სიტყვა გაქვს გამოყენებული, ამიტომ დამაინტერესა. თუ ეს უბრალოდ რაღაც მარკეტინგული ხერხი იყო და მეტერობა. არა, ბევრი არ მიფიქრია სიმართლე რომ გითხრა. რა როცა მარკეტინგის მიმართულებით ეს გადაწყვეტით დავიწყე სხვებისთვის ჩემი გამოცდილების გაზიარება და ამ შემდეგ ამას წინ უსწრებდა საახლობლოში ისედაც სამეგობროსთან სუ მარკეტინგზე გაყიდვებზე მიდიოდა ლაპარაკი და ერთ-ერთი ხშირი რაც თუნდაც ხუმრობით უთქვამს ახლობლებში ვიღაცას იყო ეგ. ხშირად იყო რომ ვიღაც თავის პროდუქტს ვერ ყიდდა უბრალოდ გაუზიარებდი ჩემს შეხედულებას, რაღაც ჩემს აზრს, სტრატეგიას და ეს ადამიანი აუმჯობესებდა შედეგს და მე უკავშირი იყო რომ ხო რა და გენიოსი ხარ და ბევრი არ მიფიქრია უბრალოდ დავი. ოკეი. კაი, ერთ ციტატასაც წამოვიღებ მაშინ ამ ტექსტიდან. ქართველი მარკეტერი, რომელსაც სარეკლამო აგენტოები ვერ იტანენ. ეგ ჩისტა მარკეტინგული. რატო ვერ გიტანენ? კეთყვი მაგასაც რეალურად, მაგრამ ნახე მარკეტინგ გენიოსის ზოგადად გენიოსობის პატარა ნაწილს შევეხები. ნახე ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც გარემო გვიყალიბებს შეხედულებას, რომ ნახე მე გითხრა რომ გიორგი მქვია გჯერა, ასაკი რო გითხრა გჯერა, პროფესია რო გითხრა გჯერა, რო გითხრა რომ ციხეში ვარ ნაჯდომი დაიჯერებ, რო გითხრა რომ ტიპი მყავს მოკლული დაიჯერებ, რატომ? იმიტომ რომ ნეიტრალური ფაქტია ან უარყოფითი ფაქტია. და როგორც კი გეტყვი რომ რაღაცა გენიოსი ვარ, აი კარგი ახლა ამეტებ. ხვდები, იმიტომ რომ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც დაგვიქვეითეს საკუთარი თავის აღქმა. და
მე გულწრფელად მჯერა რომ ვის მსგავსადაც ვინ გვიქვეითებს საკუთარი თავის საქმეს ბოდიში რომ შეგაწყვეტინე მივიდეთ მაგამდეც მაგრამ ნახე მე გულწრფელად მჯერა რომ ვის მსგავსადაც ვართ შექმნილები მე მჯერა რომ ღვთის მსგავსად ვარ შექმნილი შეუძლებელია ღვთის მსგავსად შექმნილი ადამიანი არ იყოს გენიალური ან გენიოსი რაღაც სფეროში თუ იპოვის იმ საქმეს რაშიც გულს და სულს ჩადებს. და ღვთის მსგავსში ალბათ გულისხმობ რომ არის კეთილი რაღაც ღმერთის ხატი ეგეთი წარმოგვიდგენი ღმერთი კეთილია მოდი მაგ კითხვა დავსვათ. ნახე ჯერ პირველ ნაწილს უპასუხებ რას გულისხმობ ღვთის მსგავსში. ერთადერთი რითიც განსხვავდებით სხვა ცოცხალი არსებებისგან და რითიც ვგავართ შემოქმედს არის ის რომ კრეატიულობა შეგვიძლია, შემოქმედებითობა შეგვიძლია და კომუნიკაცია შეგვიძლია. და გვაქვს მეხსიერება. მაგრამ ძირითადი ორი რაღაცა გამოგვარჩევს. მე ვფიქრობ რომ ცხოველებსაც აქვთ გარკვეული სახის მეხსიერება, მაგრამ ერთი რაც უეჭველი არ აქვთ კრეატიულობა და არ აქვთ კომუნიკაციის უნარი. კომუნიკაციის უნარი არ აქვთ ცხოველებზე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ თავიანთი ენა აქვთ ცხოველებსაც. ნახე ტრედი ან მერცხალი ვერ აგიხსნის იმ განსხვავებულ ბუდეს, რომელიც ააშენა, იმიტომ რომ განსხვავებულს ვერ ააშენებს. ანუ ახალს ვერ შექმნის ვერაფერს. ისეც ააშენებს, როგორც არის მის ინსტინქტში ჩადებული. მათგან განსხვავებით შენ შეგიძლია შექმნა რაღაცა ისეთი, რაც მე არ შემიძლია, რასაც ჩემი პრობლემის გადაჭრა შეუძლია და მოხვიდე და ამის კომუნიკაცია მოახდინო ჩემთან. ამიხსნა რა შეუძლია ამ რაღაცას შენთვის. ამიხსნა შეგიძლია. წარმოიდგინე რა მაგარი უნარია. კი. და ეს ორი ისეთი სუპერზალაა, რითიც განსხვავდებით სხვებისგან და რითიც ნახე, პირველად როცა ღმერთის შესახებ რაღაცას ვიგებთ, არის ის, რომ თავდაპირველად შექმნა, შემოქმედია. პირველი რასაც ვიგებთ ჩვენ შესახებ არის ის, რომ შექმნა მის მსგავსად. ან ჩვენში ჩადო შემოქმედებითობის უნარი. უბრალოდ არც ერთში არ ჩაუდია სრულად. შენ ყოველთვის შეგიძლია შექმნა რაღაცა ისეთი, რაც მე არ შემიძლია. მე შემიძლია შექმნა რაღაცა, რაც შენ არ შეგიძლია და მოვახდინოთ ამის კომუნიკაცია იმისთვის, რომ ერთმანეთის ცხოვრება გავაუმჯობესოთ. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ თუ ამ ორ უნარს ვაუმჯობესებთ, საკუთარ გენიალურობასაც მარტივად ვიპოვეთ. რის ერთი დაზუსტებას მინდოდა, რამდენი წლის იყავი, როცა აი გამოგაგდეს სამსახურიდან და დაიწყე 17 წლის ვიყავი. 17 წლის. ხო. ოკეი. იმიტომ რომ იქ ხო 17-ის ან 18-ის უფრო 17-ის ალბათ. მოდი მოგვიყევი შენს სტარტაპებზე, შენს წამოწყებებზე, აი 2020, 2021, 2022 წლებში რაღაცები, კარგი რაღაცები გაქვს გაკეთებული. და შეიძლება რამე საინტერესო წამოვიღოთ აი ამ შენი გამოცდილებიდან თუ გაგვიზიარებს ხარ. 2020-ში ეგ ის პერიოდია, როცა პანდემია გადაუარა მთელ ალბათ დედამიწას რა. ყოველ შემთხვევაში გადაუარა, ან გვითხრეს რომ გადაუარაო რა და დავიჯერეთ. მაგრამ ეგ ის პერიოდია, როცა მასიურად კარგავდა ხალხი სამსახურს, მასიურად რაღაცები შეიცვალა და ეგ ის პერიოდია, როცა საქართველოში აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჰქონდა პირბადეები. მაშინ როცა იყო ცხელი ბაზარი, ანუ ხალხი რა, არ ვიცი, რას არშვებოდა პირბადის გამო. და ეგ იყო ერთ-ერთი პირველი ძალიან წარმატებული სტარტაპი. საიდან ჰქონდა პირბადეები? თუ საიდუმლო არა. ან რატო გქონდა მაგ პერიოდში? დამთხოვა იყო თუ გამიზნულად? თუ შეიძლება წინასწარი ცოდნა. შეიძლება ორივე რა, გამიზნულად იყო, მაგრამ დაემთხვა ის რაც მქონდა გამიზნული. რეალურად დაემთხვა, ძალიან ის იქნება თავისქება რომ არა ზუსტად ვიცოდი და რაღაც, მაგრამ რეალურად დავამუღამე ერთი მარტივი რაღაც შაბლონივით რაღაცა, როცა ვიყავი ჩინეთში დაახლოებით 4 წლით ადრე. 4 წლით ადრე დავამუღამე რომ ჩინეთში ტიპები დადიან პირბადეებით. დავამუღამე რომ ისეთ ბრენდებს როგორც არის Chanel, Dior, Gucci და ამ შემდეგ Adidas, Nike, ესეთ ბრენდებსაც პირბადის ხაზი ჰქონდათ. მრავალჯერადის. და დავაკავშირე იმას, რომ ყველაფერი რაც ჩინურ ბაზარზე იყო 5 ან 10 წლის დანერგილი, ჩვენთან იყო ახალი. მე რო საქართველოში რაღაცები მიკვირდა, იქ თუნდაც 1-5 წელი არის. კარგი ხანია უკვე ჰქონდათ, ხო? მეთქი ვეჭველი ბიჭო, გიჟი ხო არა ეს კომპანიები, რომ პირბადეები ხაზი დაამატეს და ეს ამდენი ხალხი პირბადით დადის. და იქიდან რომ წამოვიდე, წამოვიღე. მრავალჯერადი პირბადეები, ჩვენთან ცნებაც არ იყო მრავალჯერადი პირბადის.
იმის იმედით რომ მეთქი ჩვენთანაც არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ რაღაცა იქნება მეთქი რა. მომდევნო წელს არაფერი, იმის მომდევნო წელს ღორის გრიპი თუ რაღაცა იყო და ცოტათი გაფაჩუნდა და შემდეგ გაიჩნდა პანდემია. ხო, უცნაურია, მაგრამ მანამდე პირბადეების გაკეთება მე მგონი არ ვიცოდით, ხო, ქართველი? არა, რაღაცა ექიმი იკეთებდა მაქსიმუმ, ან თუ ვიღაცა ტიპი კბილს ამოიღებდა და უკბილოდ რო არეულო, მაქსიმუმ ეგ იყო. ერთჯერაცაც არ ვიკეთებდით. და პანდემიის დროს აღმოჩნდა, რომ საქართველოში ვაფშე არ იშოვება პირბადე. მაგრამ აქ მე. თან კაი ბლომადაც ამოიღე. არც ისე მე მეგონა რომ ბლომად მქონდა, მაგრამ ერთ საათში გაქრა ეგ რაოდენობა და ეგრევე მარტივი გასაკეთებელი იყო რეალურად. მაშინ პარალელურად სარეკლამო კომპანია მქონდა და დანადგარები იყო თუ საჭრელი თუ რაღაცები ყველაფერი მქონდა და ეგრევე მიმსგავსებული მატერია მივიტანეთ ბულგარში მივიტანეთ სერტიფიკატი მოგცეს რომ ვარგისია და დავიწყეთ დამზადება და მთელი ალბათ არ ვიცი ერთი თვის განმავლობაში ალბათ ერთადერთები ვიყავით ვისაც პირბადე ჰქონდა და ეგ ის პერიოდი იყო როცა კომპანიები ვერ იხსნებოდნენ პირბადის გარეშე დიდი კომპანიები და ეგ იყო ერთ-ერთი ძალიან წარმატებული სტარტაპი იმიტომ რომ რამდენიმე მილიონის გაყიდვა ჰქონდა ძალიან მოკლე პერიოდში შემდეგ იყო კიდევ ერთი სტარტაპი, როგორც მახსოვს, 2022-ში. თუ ამ სტარტაპზე ვსაუბრობთ. არა, ამ სტარტაპზე არ ვსაუბრობ. 2021-ში იყო და შემდეგ იყო კიდევ 2022-ში Dr. Drive, ხო? Dr. Drive-ამდე იყო კიდევ ერთი სტარტაპი, ისიც პირბადეებს უკავშირდებოდა, უფასო პირბადეები გავაკეთე. უბრალოდ მარტივი კითხვა დავსვი, რომ მეთქი თუ ობიექტი მახვედრებს საპონს და ხელსახოთს, როცა შევდივარ რატო არ შეიძლება რომ პირბადეც დაახვედროს რა იმიტომ რომ თუ გახსოვს ის პერიოდია პირბადის გარეშე ვერ შედიოდი ვერსად პირბადე რო გეყიდა სადღაც უნდა შესულიყავი და რაგი პირბადე არ ქონდა ვერ შედიოდი მოჯადოებულ წრესავით ხო და გავაკეთეთ დისპენსერები 160 წელი პირბადე ეტეოდა შიგნით თვითღირებულება იყო ძალიან დაბალი და ობიექტებს უთხარით რომ მომხმარებელს რო კარგავ შეგვიძლია დაახვედრო რა ესე გამოქვაჩავ ერთჯერადი პირბადეა 40 წუთი ვარგისია ეგ იყო მაგის მომდევნო სტარტაპი რომელიც ეგ პირველი სტარტაპი იყო, რომელიც სტარტაპად გავყიდე. შემდეგ კიდე ერთი ხაზი დავამატეთ. უფრო ძვირადღირებული პირბადეების და შემდეგი იყო Aptiaki Drive-ს. რომელმაც ამ ეს მაინტერესებს ამ იდეამ თუ გაამართლა. არა. მიუხედავად იმისა, რომ მაგიტომაც კითხე ხო. მიუხედავად იმისა, რომ მიზეს ვერ ხედავდი, რატო შეიძლება არ გაემართლებია, იმიტომ რომ გუწბელად ფიქრობდი რომ მეთქი თუ სადმე უნდა იყოს დისტანციური მომსახურება ბურგერის ყიდვას დრაივზე ჯობია მედიკამენტი ვყიდულობ იმიტომ რომ აპტიაკი არის ადგილი სადაც თუ ვინმე ავადმყოფია დიდი ალბათობით იქ არის თუ პერსონალური ინფორმაცია სადმე დაცული უნდა იყოს აპტიაკში უნდა იყოს იმიტომ რომ ფარმაცევტს რო ეკითხები რაღაცა მედიკამენტი აქვს თუ არა მეზობელი რომელიც გვერდით გიდგას უკვე იცის რა გჭირს ორსულობის ტესტს რო ყიდულობს მეუღლე, გასაგები ხდება ვიღაცა იზოლდასთვის, რომ ბავშვს ხო არ ელოდებით, ან ხო არ ეჭვობთ. და მესამე თუ ვინმე დისტანციას უნდა იცავდეს, რომ ვინმეს რამე არ გადასდოს, აფთიაქია. და მეთქი თუ გავაკეთებ დრაივზე, ეს ყველა პრობლემა მოგვარდება, ხალხს გაჩერება გადადი და დაბრუნდი არ მოუწევს, მოაჩერებენ მანქანას იყიდიან. მაგრამ არ გაამართლა. და რატო არ გაამართლა? რა იყო მიზეზი? ნახე სტარტაპი ვისაც უკეთებია ყველას აქვს ის გამოცდილება, რომ რეალურად რასაც ამდა ვფიქრობდეთ, რომ გაამართლებს, ყველაფერი არის ვარაუდი. და როცა გავაკეთებთ, მე ფაქტები ადასტურებს ჩვენი ვარაუდის სისწორეს ან არასისწორეს. ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ვარაუდობ, რომ არ გაამართლა იყო ადგილმდებარეობა, სადაც გავხსენით, სხვაგან უბრალოდ ადგილები არ მოგვცეს. ადგილმდებარეობა იყო და უფრო ადგილმდებარეობა იყო რა. ერთი იმიტომ, რომ ხალხი არ იყო მომართული იქ სააფთიაქო სერვისის მისაღებად. ახლა ელიავაზე რომ გახსნა ძალიან კაი საკონდით რომ მანტივი არ მოვა რა, კი შეიძლება ვიღაც მოვიდეს, მაგრამ ისე არ მოვა როგორც მაგალითად პეკინზე რო გახსნა სიტყვაზე. და მეორე იყო ის რომ ერთი რომ მომართული არ იყო ტიპი მაგისტრის და შემოსასვლელი საცობი იყო რა და ტიპი ოღონდ საცობიდან არ ამოვარდნილი იყო, არ აინტერესებდა რა ახლა აფთიაქში შევლა. იცოდა რომ ცოტა ზევით ერთი რომ აფთიაქია და სადმე გააჩერებს და გადავა. ოკეი, გასაგები. კაი, მოდი ეს თავი მოვამთავროთ, რელიგიაზე მინდა ერთი კითხვა დაგისვა კიდე. მე საპირისპიროდ ვარ შენგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს, სადაც ათეიზმსა და აგნოსტიციზმს შორის ვარ, მაგრამ სხვა რაღაცაზე მინდა რომ კითხო, იმიტომ რომ ძალიან შორს აგვიყვანს ეგ ლაპარაკი. რელიგია რას ამბობს გაყიდვებზე?
ეთიკურია რელიგიური თვალსაზრისით გაყიდვა რაღაცის? რომელი რელიგიაა? შენი რელიგია, ქრისტიანობა. იცი რა, მე მგონია რომ ზოგადად სიმდიდრეს გაყიდვებს და ამ შემდეგ არათუ რელიგია აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია არასწორად განმარტავს. მე მგონია რომ ადამიანის ფუნდამენტური უნარია და საქმიანობაა გაყიდვა. წეგანაც ვახსენეთ, ნახე, ღმერთმა შენში ჩადო უნარი, რომ შექმნა რაღაცა ისეთი, რაც მე არ შემიძლია. და შენ თუ ამას ქმნი და ამ შენი შექმნილით ჩემს პრობლემას ჭრი, თუ საკმარისი რაოდენობის ადამიანის პრობლემას გადაჭრი, ეს შენ გაგამდიდრებს და უნდა გაგამდიდროს კიდეც, იმიტომ რომ დაკავებული ხარ კარგი საქმით, ყიდი რაღაცას. წარმოიდგინე, ახლა ბოროტება იქნებოდა, ყველაფერი რაც ახლა ირგვლივ გვაქვს, ეს რაღაცები ტიპებს შეექმნათ და არ გაეყიდათ. ამიტომ რას ფიქრობს რელიგია დიდად ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ მე ძალიან არა რელიგიური ტიპი ვარ დღეს. ანუ ჩემი ერთკაციანი რელიგია აქვს, მრევლს არ ვიმატებთ, ცხოვრობ სულიერების ჭეშმარიტების იმ გაგებით, როგორც დღეს მესმის, არც ერთი წამი. როგორი არის შენი გაგება ჭეშმარიტების არ ვიცი, შენი მწამსი როგორი არის? მოკლედ თუ შეგიძლია რა ვკითხრა, კარგი იქნება. ნახე, მე ესე მესმის, რომ შექმნილები ვართ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ სხვების ცხოვრება და თუ ამ საქმით ვარ დაკავებული, უმჯობესდება ჩემი ცხოვრებაც. შექმნილები ვართ არა შეზღუდული ეკონომიკით მოწყობილ სამყაროში, მაგალითად შეზღუდული ეკონომიკის პრინციპით, როცა გესმის სამყარო, შეიძლება გესმოდეს ესე, რომ ეკონომიკა არის ტორტი და შენ თუ გინდა რომ 2 ნაჭერი თუ 10 ნაჭრისგან შედგება, შენ თუ გინდა რომ ბევრი შეგხვდეს, მაშინაც ცოტა უნდა შემხვდეს რა. და სინამდვილეში ეგეთ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მოხმარება, რაც უფრო მეტ რაღაცას მოიხმარ, ეს ზრდის პროდუქტიულობის პოტენციალს. მაგალითად, ვაშლს თუ ბევრ შეჭამ, ვაშლი მოგცემს თესლს, რომლისგანაც კიდევ უფრო ბევრ ვაშლს მოიყვან. და რელიგიასაც, არ ვიცი, განათლების სისტემასაც და ამ შემდეგ ეკონომიკა ესმის შეზღუდული პრინციპებით მოწყობილ რაღაც ჩარჩოთ რა, რომ შენ თუ გინდა რომ გამდიდრდე, მაშინ მე უნდა გავღარიბდე. მე ჩემი ახმა ესეთია, რომ ღმერთმა შექმნა სიმდიდრისთვის და თუ მე ჩემს თავში ვავითარებ შემოქმედებითობას, კრეატიულობას, რითიც ღმერთის მსგავსი ვარ, ვახდენ ამის კომუნიკაციას, იმისთვის რომ გაგაგებინო რა შევქმენი შენთვის, ეს აუმჯობესებს შენ ცხოვრებას და აუმჯობესდება ჩემი ცხოვრებაც. იმისთვის რომ მე მივიღო ფული, რომელიც სერტიფიკატია უბრალოდ ფული, რომელიც ადასტურებს რომ მე სიკეთეები შემიქმნია შენთვის, იმისთვის რომ შემდეგ ამ ფულით სხვისი შექმნილი სიკეთეები ვიყიდო, რომელიც მე მჭირდება რა. ანუ ძალიან მაგარ სამყაროში ვცხოვრობთ. მოდი სიმდიდრეზე ცოტა კიდე გავაგრძელოთ საუბარი და ვეცადოთ მოვაშოროთ ნეგატიური კონოტაცია. ან განსაზღვროთ როგორი სიმდიდრე არის, არ ვიცი, აი როგორი სიმდიდრე, როგორი მდიდრები უნდა ვიყოთ, როგორი სიმდიდრე უნდა დავაგროვოთ. ნახეთ, თუნდაც რელიგიური შენეული შეხედულებით, ან თუნდაც სხვა კუთხით რო შევხედოთ, არ აქვს მნიშვნელობა. ნახე, პირველ რიგში უნდა ალბათ განსაზღვროთ რა არის სიმდიდრე. და პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფული არ არის სიმდიდრე. ხვდები? ფული არის სიმდიდრის შეიძლება ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა. მაგრამ სიმდიდრე ფულის გარდა გაძლევს ბევრ კარგ რაღაცას, რეპუტაციას გაძლევს, ურთიერთობებს გაძლევს, გავლენას გაძლევს, შესაძლებლობებს გაძლევს. მათ შორის გაძლევს ფულსაც. იმისთვის რომ გამდიდრდე, უნდა ქმნიდე სიკეთეებს და აწვდიდე შენ შექმნილ სიკეთეებს, საკუთარი თავის გარდა სხვებსაც. მაგალითად, რაც არ უნდა კარგ პულს აწყობდე, თუ ამ პულს მხოლოდ შენ ჭამ, ვერ გამდიდრდები. მაგრამ თუ მილიონი კაცისთვის იწყებ ამ სიკეთის მიწოდებას, უნდა გამდიდრდე კიდეც, იმიტომ რომ მილიონი კაცისთვის სიკეთე მოგაქვს. შესაბამისად, მე მგონია, რომ სიმდიდრე არის რაღაცა, რაც უნდა გვინდოდეს. იმიტომ რომ ჩვენ სოციუმმა ეს ჩამოაყალიბა, რომ მდიდრები ტიპები მდიდრები არიან უეჭველი რაღაცა იჩათრახეს, უეჭველი რაღაცა უპატიოსნო გზით მიიღეს და შემდეგ და ეს ჩვენში ბლოკებს ქმნის რა. თითქოს კი გვინდა სიმდიდრე, მაგრამ ვერიდებით გამდიდრების გზები ყოველთვის ასოცირდება რაღაც უპატიოსნობასთან. და სინამდვილეში გამდიდრების ყველაზე მოკლე გზა არის სიკეთე, რასაც ქმნი, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდო ბევრ ადამიანს.
მილიონერი ყველა ვართ 2000 ლარიც რო გქონდეს ხელფასი მილიონერი ხარ შენს და მეც ოღონდ 40 წელი გჭირდება მილიონზე ასასვლელად მაგრამ საკმარისია იგივე შედეგი დადო დროის მოკლე პერიოდში უკვე დიდრად გრძნობ თავს იმიტომ რომ სიმდიდრე დროით უფრო იზომება ვიდრე ფულის რაოდენობით და მე თუ უმჯობესებ ჩემში უნარს შევქმნა სიკეთეები რაც შეიძლება დიდი პრობლემის გადასაჭრელად და მივაწოდო ეს ინფორმაცია სხვა ადამიანებს ვდიდრდები და ეგრეც უნდა იყოს და ქართველ ხალხს რატომ არ აქვს თუ ვერ აქვს სიმდიდრისკენ მაინც და მაინც მიდრეკილება არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა არის ამ კონტექსტში მაგრამ და რო გადავაბათ ამ კითხვის დასმა მინდოდა ვინდა რა გვიქვეითებს საკუთარი თავის აღქმას ამ კითხვაზე პასუხის მოსმენაც მაინტერესებს შენგან მე ვფიქრობ რომ განათლებამდე მივალთ ბოლო ჯამში და მე ვფიქრობ რომ მიზანმიმართული ქმედებების შედეგია ის რომ არა მარტო საქართველები ზოგადად დიდი რაოდენობა ადამიანების არ ფლობენ იმ ცოდნას რომელიც გამამდიდრებს ნახე ადამიანების უმეტესობას განათლების სისტემა ადამიანების უმეტესობას ამზადებს იმისთვის რომ უბრალოდ აქციოს ობიექტებად, რომლებიც გაყიდიან დროს. სამსახურს და უნივერსიტეტს ამთავრებს ტიპი, იმიტომ რომ მერე დაიწყოს სადმე სამსახური ხელფასი. და ფუნდამენტშივე სიღარიბის რეცეპტია, წარმოიდგინე სიგიჟია, გჯეროდეს რომ ყველაზე ძვირფას რაღაცას გაყიდი ყველაზე იაფიანში. ამოწურვად რესურს გაყიდი ამოუწურვადში. და ამით გამდიდრდები. და ქართველები ვართ ადამიანები, რომლებსაც ერთი მიზანი გვაქვს. უნივერსიტეტს რო დავამთავრებ, სტაბილური სამსახური ვნახოთ, სადაც გადაგვიხდიან დროში. სიგიჟია. სისტემა ეგრე ისე ამოწყობილი რომ ვერც გაიქცევია. რა ეგ ყოველ შემთხვევაში ალბათ მაგზის გავლა 95% ავიღოთ, არ ვიცი, 90%. ნუ ვიღაცებს ვისაც განსხვავებული ცხოვრების ასე ვთქვათ გავლა მოუწიათ, მაგათი გამოკლებით ალბათ უმეტესობას უწევს იმ გზის გავლა, აი რაღაც კარიერული უნივერსიტეტი, სამსახურები და მე მიხვდება რომ აი ასე არ გამოვა ცხოვრება და რაღაც უნდა შეცვალოს და რაღაც უნდა გააკეთოს შეიძლება უმეტესობა ვერც მიხვდეს. შეიძლება ბევრი ვერც მიხვდეს ან არც მიხვდეს. შეიძლება მიხვდეს და არ გადადგას. ამ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნამ შეიძლება ამბიცია კი არ გაგიჩინოს რომ რაღაცა შეცვალო. პირიქით დაგიჩლუნგოს და თქვა რომ ოღონდ თავის გასატანი მქონდეს და რაჩვი ეგ იქ ნახე ვიღაცას წყალიც კი არ აქვს. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცას წყალი აქვს თუ არა? ღვთის მსგავსი ტიპი ხარ, რომელსაც შეგიძლია არ ვიცი, ღვთის მსგავსი ხარ, მეტი რაღაც უნდა იყო რომ თქვა რომ ხო ნუ რეალურად თუ ვიღაცას რაღაცა შეუძლია, ესე იგი შენც შეგიძლია, მაგრამ რასაც აკეთებს სისტემა რაც მოწყობილი არის კორპორაციული და თუნდაც არ ვიცი, კაპიტალისტურიც ალბათ არის ეგ რო აი ამ კმაყოფილების რაღაც იმას გიდაბლებს ძალიან რომ რაღაცაზეც იმდენად დაბალზე ხარ კმაყოფილი რომ უკვე მეტის ის აღარ გიჩნდება. შეიძლება, მაგრამ ნახე კახი თუ დღეს ტიპი ვერ შეულობს ფულს ანუ ამაზე მარტივი დრო არაზროს არ ყოფილა რა. და ფულის შოვნას რა ჭირდება? მოდი ეს შევხედოთ. დააკვირდე რა ტკივა სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ ადამიანები ფულს იხდიან რაღაცაში, რაც მათ ცხოვრებას აუმჯობესებს. დავაკვირდე რაზე წუხს, რაზე დარდობს, მერე შევქმნა და მერე ვუთხრა რომ შევქმენი. იმაზე უკეთესი პერიოდი, ვიდრე დღეს არის, რომ ადამიანებამდე მიიტანო ინფორმაცია, არასდროს არ ყოფილა. ანუ რაც გინდა მაგარი ტიპი ყოფილიყავი, გაზეთში არ დაგბეჭდავდა, თუ გამომცემელს არ ქონდა სურვილი რომ დაებეჭდე, ვერავინ ვერ გაიგებდა შენს არსებობას, თუ გინდა უკდავების წყალი ქონოდა. და დღეს შეიძლება უბრალოდ, არ ვიცი, 5 ლარით ულიმიტო ინტერნეტი ჩართო და კიდევ უფრო იზრდება ეს შესაძლებლობები თან. რაც უფრო ტექნოლოგიური პროგრესია. მაგრეს პერიოდში ვცხოვრობთ. შეგიძლია ადამიანებს უთხრა, როგორ შეგიძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება. უბრალოდ არ გვასწავლეს, ყველა სუდი რა არის, რომ არ გვასწავლეს როგორ ვილაპარაკოთ სხვებისთვის შექმნილ ჩვენს მიერ შექმნილ პროდუქტებზე, რომელიც სხვებისთვის შევქმნით. მარტივ მაგალითს გეტყვი. დღეს როგორც წარადგინე სპონსორები, ეგ ის ფორმა წარდგენის როგორც გვასწავლეს. პროდუქტზე ნახე, ეს კომპანია, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება. მე რა ერთადერთი
როცა შენ რაღაცას ქმნი და მე ამის შესახებ მელაპარაკები, ერთადერთი რაზეც უნდა მელაპარაკებოდი არის რა შეუძლია ამ რაღაცას ქნას ჩემს ცხოვრებაში. როგორ შეუძლია მომაშოროს ტკივილი და დამეხმაროს რომ უკეთეს მდგომარეობაში გადავინაცვლო. ჩვენს კომპანიასა გაწლიანი გამოცდილება შენ გონია რომ ამას რომ იტყვი მე ამას თავისი დავაკავშირებ. და ვერ დავაკავშირებ. იმიტომ რომ რეალურად არაფერს არ გაძლევს, ხო? შენს ან პრობლემის გადაწყვეტას ვაფშე არაფერს არ გაძლევს. კომუნიკაციას არ გვასწავლიან რეალურად. კომუნიკაციას არ გვასწავლიან, წარმოიდგინე რითიც განსხვავდებით ცხოველებისგან და გავართ ღმერთს, არ გვასწავლიან როგორ დავუხატოთ ადამიანებს გონებაში ის სურათი, რომელ მდგომარეობაში გადაყვანაშიც დაეხმარება ჩვენი პროდუქტი. ხო და ბევრი ალბათ მაგალითად მე შენან ჩვენნაირ ადამიანებს, ვისაც უფიქრია ამაზე, ვისაც ხელშემწყობი ფაქტორები ქონია, რაღაც ამის გააზრებამდე მისულა, მაგრამ ბევრი შეიძლება ხო ამის გააზრებამდეც იცი რა ვფიქრობდი იმ დღეს. ნახე ალბათ ვინც ეხლა არის იმ სტადიაში რომ შეიძლება რაღაც დაეხმაროს გააზრებაში, ალბათ ეს მაგალითი ძალიან დაეხმარება, ნახე. წარმოიდგინე პერიოდი, როცა მიწა იძლევა ერთადერთ სიკეთეებს რა. ანუ თუ გინდა რომ რაღაცა სიმდიდრე დააგროვო, მიწა უნდა გქონდეს, რომელშიც რაღაცას დათესავ, დახნავ, ინდუსტრიალიზაციის პერიოდამდე გეუბნები რა, აგროეკონომიკურ ეპოქაში. და თუ მიწა არ გქონდა, სხვის მიწაზე უნდა მოგეყვანა სიკეთეები და ვისაც მიწა ჰქონდა, იმისთვის მიგეცა წილი. ეხლა წარმოიდგინე იმდენი მიწა რო გქონოდა, რომელსაც ვერასოდეს ვერ გამოლევდი. იქნებოდი თუ არა ყველაზე მდიდარი ტიპი. იმდენი მიწა რომ მქონდა, რომ ვერასდროს ვერ გამოვლევდი, ყველაზე მდიდარი არ ვიცი. მინიმუმ გაჭირვებაში არ იქნებოდი. იმიტომ რომ მდიდარი არ ვიცი, მაგრამ მდიდარი აშკარად ვიცი. მდიდარი ალბათ იქნებოდი თუ გონივრულად გამოიყენებდი, ხო, იმიტომ რომ გააკ თუ მიწა ულიმიტოა და სხვა არაფერი არ არის ულიმიტო, მაშინ ყველაზე მდიდარიც იქნებოდი. რა და იმიტომ რომ გააკ რაღაცა, რაც იძლევა სიკეთეებს. დაგნავ დათესავ, ნაყოფს მოგცემს, რაღაც ცხოველებს მოაშენებ, რომელიც ასევე პროდუქტებს გაძლევს, იმიტომ გამდიდრდებოდი, რომ გააკ რაღაცა, რაც სიკეთეებს ქმნის. წარმოიდგინე, ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ციფრული მიწა გვაქვს, ულიმიტო, ციფრულ სამყაროში შეგვიძლია შევქმნათ ციფრული სიკეთეები. გამოვიყენოთ მაგ კუთხით არ შემიხედავს და საკმაოდ კარგი შედარება არის. წარმოიდგინე, მიწოდების არხიც ეგ არის, დისტრიბუციის არხიც ეგ არის, გასაღების ბაზარიც ეგ არის. ტელეფონში გაქვს. ტელეფონში გაქვს რაღაცა, თუ საკმარის დროს დაუთმობ სხვა ადამიანებზე ფიქრს, რაზე დარდობენ, რა ტკივად და რა არ გამოსდით და საკმარის დროს დაუთმობ იმას, რომ ამ ადამიანებისთვის მოიფიქრო გამოსავალი და შემდეგ მოამზადო თუნდაც ციფრული პროდუქტი და უთხრა, რომ ნახე ლევან, შენ რომ ამაზე დარდობ, აი ამითი მე შემიძლია შენი პრობლემის გადაჭრა. დღეს არის საოცარი პერიოდი. მიწა გვაქვს, რომელსაც არც გვალვა აქვს, არც ვიღაცა თუ იპარავს თქვენი სპონსორი ჩავარდნა თუ არის, მაშინ დაგვერხავ. არა, რატო თქვენი სპონსორის იმედად შეიძლება რა. აი ეს იყო კარგი გაყიდვა. ხო, მიხვდი ხო რა გულისხმობ რა. და დღეს როცა ამბობ რომ იცი რა მე არ ვერკვევი ამ რაღაცეებში. პრობლემა არის დღეს რო არ ერკვევი, მაგრამ ერთ თვეშიც რო არ ერკვევი, ეგ ერთი თვის წინ არ იყო პრობლემა. ერთი თვის თავზე რო არ ერკვევი, ეგ უკვე პრობლემაა. კარგი, მოდი მაშინ დავსვათ ეს კითხვაც, გაგურით, კბილი გავკარით, მაგრამ რაღაც კარგი იდეა თუ გვაქვს, როგორ გადავთარგმნოთ ეს იდეა პროდუქტად და როგორ ვაქციოთ პროდუქტად. და მე ვისაუბროთ უკვე გაყიდვებზე, მიუბრუნდეთ ისევ მარკეტინგს და გაყიდვებს. კარგი იდეაში რას გულისხმობ, ეგ მითხარი ჯერ. იდეა, პრინციპში ხო კარგი არ ვიცი. იდეა როგორ გადავქნათ პროდუქტად. თუნდაც კარგი, თუნდაც ცუდი არ აქვს. მე ვფიქრობ, ცუდი იდეის გარდაქმნას აზრი არ აქვს, გუმჯობესია კარგი იყოს. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ კარგი იდეა სიკარგის საზომად გულისხმობთ ვიღაც ადამიანებს, ვისთვისაც რაღაც სარგებელს უქმნის. ხო, რაღაც სიკეთეს აწვდის. შესაბამისად, იმისთვის რომ ჯერ კარგი იდეა მოგვივიდეს გონებაში, ხშირად აკეთებენ პირიქით, ჯერ იდეა მოздით და ცდილობენ ამ იდეით რაღაცა შექმნან. და ხო, მაშინ ესეც ვთქვათ, იდეა როგორ მოგვივიდეს. უბრალოდ იდეა კი არ უნდა მოგვივიდეს, ან უნდა მივიდეთ იდეამდე, ხო, რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ამ იდეამდე მივიდეთ. ჩემი აზრით, საუკეთესო საწყისი წერტილი არის სხვა ადამიანების საჭიროებებზე ფოკუსირება. ნახე,
ჩვენ იმდენად ვართ და მოკვლევაც ალბათ. მოკვლევა. ნახე, შენ თუ ჩემ საჭიროებებზე მართლა გულისხმიერად ჩაჯდები და ნახავ რა მატარდებს და თუ ისეთ რაღაცა მატარდებს და მაწუხებს და პრობლემა ტანჯავს, რაც მარტო მე არ ვარ, ბევრს აწუხებს და ეს სურათი თუ შენ მოგცემ შთაგონებას რა იდეა ეს თუ მოგაწოდებს, ეს სურათი თუ მოგაწოდებს იდეას, ეს იდეა დიდი ალბათობით უკვე კაია. და არ გჭირდება რა დიდი ინვესტიცია, წინა სტუმარი ვინც ყავდა ძალიან მომეწონა, ბევრი კაი რაღაცა თქვა რა. პირველი რასაც ვაკეთებ, მივდივარ და ტესტავ, ეს იდეა მე ხო არ მომწონს მხოლოდ რა. პირველი რაც უნდა გააკეთო, უბრალოდ გულწრფელად უთხრა ადამიანებს, რომ ესეთი კატეგორიის ადამიანების, ვისაც ეს პრობლემა აქვს და უნდა რომ ამ პრობლემის გარეშე გადაინაცვლოს ამ სასრულ მდგომარეობაში შევქმენი ეს რაღაც. და თუ ეს რაღაცა საკმარისად სწორად იქნება ახსნილი და საკმარისად ნორმალურ პრობლემას თუ წვეთს, ჩათვალე რომ შენი იდეა შენს იდეაზე მანამ იმდგება ხალხი რიგში, სანამ მზის სინათლეს დაანახებ. კარგი, მაშინ ვისაუბროთ უკვე იდეა, რომელიც აღმოვაჩინეთ, ვაქციეთ პროდუქტად. უნდა გავყიდოთ, სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ გავყიდეთ, ისე ფულს ვერ ვიშოვეთ. როგორ გავყიდოთ? თუ მაქვს მაგალითად კარგი პროდუქტი მაქვს და ან კარგი პროდუქტი მაქვს და ვერ ვყიდი და ამ შემთხვევაში რა ხდება, რატომ არ იყიდება? ხშირ შემთხვევაში, როცა პროდუქტი კარგია და გაყიდვებამდე ვერ მიდის საქმე გვაქვს იმასთან, რომ ჩავარდნარი კომუნიკაციაში. ასე და ისე მივედით კომუნიკაციაში. ვერაული ხვდები გვერდს რა მარტივ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ტიპები კარგი არიან შექმნაში ხშირად და ცუდი არიან ამ შექმნილის კომუნიკაციაში. იდეების უმეტესობა კვდება არა იმიტომ რომ ცუდი იდეა იყო. კარგები იყვნენ შექმნაში, მაგრამ ეგეთივე კარგები არ იყვნენ ამის კომუნიკაციაში. ხშირად მოხმარებლამდე მიტანაში. კი. და კიდე ერთი ხშირი მიზეზი რის გამოც ვერ ვყიდით ხოლმე ჩვენს პროდუქტებს არის ის რომ თავს ვიტყუებთ რა. სინამდვილეში ამ პროდუქტის სიკარგეს მხოლოდ ჩვენ გვჟერა, იმიტომ რომ ამ პროდუქტის გაყიდვით ფოკუსირებულები ვართ ჩვენი პრობლემების გადაჭრაზე და ვცდილობთ რომ ეს პროდუქტი იმიტომ მივყიდოთ სხვას, რომ ამით ჩვენი პრობლემა იჭრება. კრედიტი მაქვს ახლა გადასახდელი და სხვა არაფერი არ ვიცი და ამიტომ ამას ვეჭიდავები რომ ეს მივყიდო. და საკმარისია რომ ფოკუსი გადავიტანო ჩემი პრობლემების გადაჭრიდან სხვისი პრობლემის გადაჭრაზე, ისე რომ დევნა და ხვეწნაც არ მოგიწევს, ადამიანები მოვლენ და სიამოვნებით გადაგიხდიან, თუ ხედავენ და თუ აჩვენებ, როგორ ხდის ეს რაღაცა მათ ცხოვრებას უკეთეს. და კომუნიკაცია, აი არსებობს მაგალითად რაიმე უნივერსალური ხერხები, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ კომუნიკაციისთვის, ან უბრალოდ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც კომუნიკაცია გვაქვს მომხმარებელთან, როდესაც პროდუქტი მიგვაქვს მომხმარებელთან. ყველაზე მთავარი არის გულწრფელობა ალბათ, თუ რა შეიძლება იყოს. ვიცი რა, გულწრფელობა არის რაღაცა, რაც უბრალოდ მთავარი კი არ არის გულწრფელობის გარეშე აზრი არ აქვს, ფუნდამენტია, ხვდები რა, ანუ ბევრჯერ მომიყვანია მაგალითი რა, თუ რაღაცა ნამდვილი არ არის, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს როგორია ის რაღაც. ახლა აქ რო $2 მილიონი იდოს, თუ ნამდვილი არ არის, აღარ მინდა ძმო. არ არის ნამდვილი, მაგრამ 5 რომ მოგცემ, ნამდვილი თუ არა 25 მომეც თუ გინდა რა, ნამდვილობის გარეშე ფასი ეკარგება ყველაფერს. გაყიდვებში ნამდვილობა ერთ-ერთი ძლიერი იარაღია, რომელიც ალბათ დაუძლეველი იარაღია. გულწრფელობაზე არ ვიცი, კაი რაღაც არ არსებობს არც ერთ სახის ურთიერთობებში და მით უმეტეს გაყიდვებში. და ეგ პირველში რო ავწდეთ რა შენდება ზემოდან გიშ. შემდეგი, ნახე, გაყიდვის პროცესში უნდა გვესმოდეს არა ის რა არის მთავარი. მთავარია გვესმოდეს ვინ არის მთავარი. მომხმარებელი. მთავარი არის მომხმარებელი. მისი პრობლემა, მისი საჭიროება, მისი ყიდვის მიზეზები. თუ ეს არ მესმის, ხო? და გონია რომ ჩემი პროდუქტია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მომხმარებელი. გაყიდვის პროცესში ვლაპარაკობ ჩემს პროდუქტზე, ჩემს გამოცდილებაზე, ჩემს კაი ტიპობაზე, ჩემი პროდუქტის მახასიათებლებზე და ასე შემდეგ. ერთადერთი რაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ, არის რას იზამს ეს პროდუქტი მომხმარებლის ცხოვრებაში. და რას შეუცვლის, ხო, რას არის დამატებით ღირებულებას მისცემს მას. ზუსტად. და ნახე, ოღონდ ვარჯიში გვჭირდება იმაში, რომ
კარგები გავხდეთ ამის კომუნიკაციაში. ანუ სიტყვების უნარი გვაქვს ბიჭო. უნარი გვაქვს სიტყვებით. ანუ გამოდის რომ რეალურად კომუნიკაციაც უნდა დავისწავლოთ. უეჭველი. იმიტომ რომ ალბათ ეს ემოცემული არავის არ აქვს, ხო? კარგი კომუნიკაციის უნარი რომ რაღაც დაბადები. იცი რა, არავის არ გვაქვს არაფერი კაი უნარი დაბადებიდან მოცემული. ეგეც მართალი. დანაჩანგლით თუ დღეს ძალიან კარგად ჭამთ და მივირთმევთ, იმიტომ რომ უბრალოდ საკმარისად დიდხანს ვაკეთეთ ერთი და იგივე რაღაცა, მაშინაც კი როცა არ გამოგვდიოდა. კარგად თუ დაურბივართ, იმიტომ დაურბივართ, რომ ბევრჯერ ვსადეთ სიარული, მე ავიდგით ფეხი და ამ შემდეგ. ნებისმიერი უნარი გაუმჯობესებას ექვემდებარება. და როცა გვესმის რომ კომუნიკაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი, მიზანმიმართულად აუმჯობესებ. მაგალითად, ნახე, ძალიან ხშირად როცა რაღაცა კარგი მაქვს სათქმელი მომხმარებლისთვის, ერთია რომ ვფიქრობ, ნახე, მე და შენ დღეს ვქონდეს დიალოგი რაღაც შენი პრობლემის გადაჭრაზე, ამაზე შეიძლება იმდენ ხანს ვიფიქრო რომ გამყვეს. მოვიფიქრო რაღაცა გადაწყვეტილებაც, გამოსავალიც, რომელიც მართლა კარგია და მე რასაც ვაკეთებ, ვზივარ და ვარჯიშობ, როგორ გითხრა ეს კარგად. გასაგებად, მარტივად. უეჭველი მარტივად გასაგებად. ოღონდ ისე რომ შენს გონებაში დავხატო ის სურათი, რა სურათსაც დაინახავ მაშინ, როდესაც ჩემ შეთავაზებაზე კი სიტყვი. ამას რო ნახე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტიპებს გონიათ, რომ ვიღაცამ რომ ვარი უთხრა პროდუქტის ყიდვაზე, ან სერვისის ყიდვაზე, პროდუქცია ან სერვისზე უთხრა ვარი. სინამდვილეში შეთავაზებაზე თქვა ვარი. თორე პროდუქცია ან სერვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ შეთავაზება არ მოეწონს. კი და თან მას შემდეგ ღებულობს რა ჯერ შეთავაზებაზე იტყვის ვარს. და როცა ეს მესმის რომ კის ან არას ტიპი ამბობს შეთავაზებაზე, ვზივარ და შეთავაზებას ვაძლევ ისეთ ფორმას, რომელიც მომხმარებელს დაანახებს, რომ თუ ეს ის არის, რაც ამ წუთას მის პრობლემას მართლა საუკეთესოდ ჭრის, მან ის პასუხი თქვას, რასაც იტყო და ჩემს ადგილზე რო ყოფილიყო და მისი გამოცდილება რომ მიეერთებია. და კარგი შეთავაზება როგორია? თუ მანდაც იგივე პასუხია რომ ანუ ნახე ყველაზე მარტივი რაღაც თუნდაც მაგალითი რომ მოვიყვანო. ინსტრუქციასავით რო ავიღოთ. კარგი შეთავაზება უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. პირველი წეგანა აღნიშნე, არის უნდა იყოს გასაგები. როცა კომუნიკაცია მაგ მაგალითად ჩემგან ვერ მოისმენ ვერც ერთ ტექნიკურ სიტყვას. მათ შორის ისეთ მარტივ წინადადებებში, როგორც პოდკასტის დასაწყისში აღნიშნე, სპონსორი ვინ არისო? მორეიბისი. მანამდე? წარმდგენი არის Live Support. რომელიც რა შვება? IT კომპანია, კიბერუსაფრთხოება, აუთსორსინგი, IT სერვისების, აი მაგას შვება. ნახე, იმის გამო რომ ყველა ის სიტყვა, რომელიც შენ ახლა ახსენე, იმის გამო რომ ჩემთვის ეგ სიტყვები ცნობილია, შენ გონია რომ ზუსტად გავიგე რა იგულისხმე. და სინამდვილეში აბსოლუტურად ყველას 1000 კაც რო იგივე წინადადება მოასმენინო და კითხო რა იგულისხმე, ყველა სხვადასხვანაირად განმარტავს, იმიტომ რომ განმარტებითი ლექსიკონი გვაქვს სხვადასხვა. როცა ეს მესმის ჩემ შეთავაზებაში ვერც ერთ სიტყვას ვერ იპოვი ისეთ, რომელიც შეიძლება სხვანაირად განმარტო. და თუ შესაძლებელია სხვანაირად განმარტება თუ ამ საშიშროება არსებობს, მე ვიქნები ადამიანი, ვინც ამას ზუსტად ისე განმარტავს, როგორც უნდა განიმარტოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ კომუნიკაცია გვაქვს, ვლაპარაკობთ, ნახევარი საათი რაღაცაზე ვლაპარაკობთ და შენ ნახევარი საათი სხვა რაღაცა გესმის. ერთი რომ ტერმინები არ უნდა იყოს, მეორე განმარტებული უნდა იყოს ყველაფერი, მესამე რასაც თავაზობ, გაზომვადი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ შეთავაზებაში ხშირ შემთხვევაში, რასაც ვიხდიან არის გაზომვადი რესურსი, ფული გაზომვადია, ხო ხდები, ამდენი და ამდენი არის გადასახდელი. და თუ შედეგს რასაც გთავაზობ, გაზომვადი არ არის, მეორე მხარისთვის გაუგებარია რა შეიხდის ფულს. ახლა რომ მითხრა რომ წყალი მაქვს არის 5 თეთრად და გინდა კაი ფასი რა, კაი ფასი გააჩნია რამდენია. თუ ერთი მოლეკულა ვაფშე არაა კაი. გაზომვადი უნდა იყოს, რეალურად საჭირო უნდა იყოს. საჭიროში გულისხმობ ნახე რას ხშირად არის რომ მეორე მხარეს რა კი რაღაცა პრობლემა აქვს, გვგონია რომ უკვე მზად უნდა იყოს რომ იყიდოს ჩვენი შეთავაზება. და მე შეიძლება რაღაც პრობლემა მაქვს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ჩემთვის ახლა იმდენად მნიშვნელოვანს, რომ საჭიროება დადგეს ამის გადაჭრის. ანუ უნდა იყოს
მარტივად გასაგები, გაზომვადი და მეორე მხარისთვის საჭირო. ქოფის ქართული შესატყვისი ხო არის ისე? მეგონი არ არსებობს. ალბათ ტექსტი. ხო, მეც რადგან ჟურნალისტურ საქმიანობაში ვარ დიდი ხანია, სტატიების და მათ შორის ქოფის წერისასაც, ზოგადად ტექსტის წერისასაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ის, რომ იყოს გასაგები, მარტივად დასასკანირებელი და უნდა რაღაცას უნდა გაძლევდეს, რაღაც ღირებულს უნდა გაძლევდეს და მარტივად უნდა გაძლევდეს. ნახე, მაგ თემას მივაბამ თან ქოფი, სარეკლამო გაყიდვები ქოფი როგორი უნდა იყოს და თან წინას დავასრულებ. ნახე, გაყიდვის დიალოგში რეალურად მთელი დრო ეთმობა ერთადერთ რაღაცას. ხო, გაყიდვების დიალოგიც ძალიან საინტერესო საკითხია. გავიგო შენი საჭიროება, რა გჭირდება და შემდეგ მე თუ დავრწმუნდი რომ მე რა გამოსავალიც მაქვს, ეს შენ გეხმარება, შემდეგ ავდგე და შენთვის გასაგები ენით მოვიტანო შენს გულამდე და ყურამდე. გაყიდვის დიალოგის მთელი პროცესი ეგ არის. სვამ კითხვებს იმისთვის რომ გაიგო რა ჭირს და შემდეგ აკეთებ შეთავაზებას გასაგები ენით რომ ისიც მიხვდეს ეს ალბათ ყველა მომხმარებელს უნდა მოარგო, ხო? იმიტომ რომ ყველა წეგანასაც ვამბობდით რომ ერთ და იგივე ტერმინით უნდა ყველა შეიძლება სხვადასხვანაირად ესმოდეს, აი იგივენაირად შეიძლება ერთ და იგივე წინანდება ყველა მომხმარებელმა ინდივიდუალურად გაიგოს. ფსიქოლოგი რო ვიყო და რო ვამბობდე რომ დაგეხმარებით ბავშვობის ტრავმის დაძლევაში. და მგონია რომ რაგი ბავშვობას და ტრავმაც და დაძლევაც ყველასთვის გასაგები სიტყვებია, ყველამ გაიგო რაში ვეხმარები. და ვიღაცა ის ბავშვობის ტრავმაში ვიღაცისთვის იგულისხმება ის რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. მეორესთვის ის რომ მამამ უყვირა უბრალოდ შეყვარებულთან და ამას ვერ ინელებს და მესამეს ის რომ აფხაზეთთან რო გამორბოდა მშობლების ნაწილები წინ დაუცვივდა აფეთქებული. რა იგულისხმება თუ არ ვაკონკრეტებ, ყველა სხვადასხვას გაიგებს. და მე ვზივარ და ჩემ კაი პროფესიონალი ვარ და არავის არ უნდა, ბიჭო, ვერ მაგებინებ რომ შენასაც აკეთებ ჩემთვის არის. მოდი მაშინ მარკეტინგზე კითხავ კიდევ ერთს. თანამედროვე მარკეტინგი როგორია? ეგ მაინტერესებს და ქართული მარკეტინგის მახასიათებლები რა არის? თუ აქ რაიმე ქართულ მარკეტინგის ეგეთი გამოხატილი, ხო, აი გადახრილი ან რაღაც სპეციფიკური დამახასიათებელი მისთვის. თანამედროვე მარკეტინგზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ გულისხმობთ რა გაამარტივა მარკეტინგში თანამედროვე მიღწევებმა. და ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიამ როგორც შესაძლოა. თუნდაც ხელოვნური ინტელექტსაც შეგვიძლია გავკრათ აქაც კბილი. თანამედროვე მარკეტინგმა შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამო გაამარტივა მარკეტინგული პროცესები. თორე რეალურად მარკეტინგში სამყაროს შექმნიდან დღემდე არაფერი არ შეცვლა. მარკეტინგი არის ერთადერთი მარტივი პროცესი. დაგანახო რა სიკეთე მაქვს შექმნილი შენთვის. და თუ ეს ის არის რაც ამ წუთას შენთვის მნიშვნელოვანია, მიხვდე და მოხვიდე. ან გამიცვალო ის რესურსი რომ ის სიკეთე რომელიც შენ გაქვს შექმნილი, ან რაღაცა მედიატორული ფული მაგალითად იმისთვის რომ მე იგივე გავაკეთო სხვასთან ვიყიდო რაღაც. თანამედროვე და ძველი მარკეტინგიც უცვლელია, იმიტომ რომ უცვლელია ადამიანის ქცევა პრობლემის გადაჭრის წინაშე როცა დგას. ეძებს გამოსავალს, ადარებს ერთმანეთს და ცდილობს საუკეთესო ვარიანტის. საუკეთესო ან ყველაზე საუკეთესო ბოლო ჯამში ურისკო არჩევანი გააკეთოს. ამას ახლა ქვის ხანის დროს რაღაცა წერაქვს ვყიდით თუ დღეს რაღაცას ვყიდით. ერთი და იგივე ქცევა აქ ადამიანს. მაგიტომ ინდუსტრიის მიხედვით გაყიდვები არ იცვლება. უძრავი ქონების გაყიდვები და რა მნიშვნელობა ყიდველი არის მომხმარებელი. იმას ამბობ რომ გაყიდვების ასე ვთქვათ რაღაც უნარები თუ ისენი skill set. უნარები არის ერთ და იგივე რომელიც ერგება ყველა იმას ინდუსტრიას. მიუხედავად იმისა თუ რა ინდუსტრია. ნებისმიერ ურთიერთობაში კიდურა წევრები არიან ადამიანები. მაგიტომ რა დროს ვერ ვუმღამებ აი B2B გაყიდვები თუ B2C. იქეთაც ადამიანია მისი საჭიროებებით შეიძლება ტექნიკური პროცესები, ადმინისტრაციული პროცესები განსხვავებული იყოს, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ ბოლო ჯამში კიდურა წევრები ვართ ადამიანები. და ადამიანები ყოველთვის ერთი და იგივე რაღაცებიდან ვღებულობთ და ქართული მარკეტინგზე თუ შეგიძლია რამე გვიჩვენო. ქართული მარკეტინგი არის როგორი მარკეტინგი? იცი წარმოიდგინე რაღაცა საინტერესო ამბობისა. არა, ისეთი არაფერი. წარმოიდგინე მე და შენ გვინდა რომ თხილამურებით ვისრიალოთ რა.
და იმისთვის რომ კარგად ვისრიალოთ, ეკიპირება რომ კაი გქონდეს, ვუყურებთ, ესეთ ბინოკლით ვუყურებთ ვიღაცა ტიპს, რომელიც გუდაურის რაღაც ბოლო წერტილიდან მოსრიალებს. და იმ ტიპს ვაკვირდებით და რასაც ის აკეთებს, იგივეს ვაკეთებთ ჩვენც, იგივეს ვიცვამთ, იგივე აღჭურვილობა გვაქვს და იგივეს ვაკეთებთ, ოღონდ ჩვენ ვართ ბარში. წარმოვიდგინე სურათი, ბარში ვდგავართ მე და შენ, თხილამურებით, თოვლი არ არის და ვაკეთებთ იგივეს, რასაც ვიღაც ტიპი აკეთებს მწვერვალზე. ქართული კომპანიების დიდი წილი ბაძავს კომპანიებს, აი დამწყებები ბაძავენ კომპანიებს, რომელიც უკვე მწვერვალზეა და ბაძავს აწყოში, ბაძავს იმის აწყო გადაწყვეტილებებს. ნუ გამოდის რომ მათ ტექნიკებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებს იყენებენ, უბრალოდ არ არგებენ საკუთარ საჭიროებებს. უფრო გონივრული იქნება რომ მიბაძო მაგალითად იმ ტიპს, რომელიც მწვერვალზეა, ოღონდ ნახო რას აკეთებდა მაშინ როცა ბარში იყო. რა გზა გაიარა იქ რომ მიბაძო გასაგებია. კი, ცხადია. ხო, დღეს აკოპირებენ და მე ამ რაღაცას ეთყობა რომ ძალიან სინთეთიკურია. ტერმინებიც, აღწერაც, მეორე სპონსორი ვინც დაასახელე, ტერმინები არის ერთი და იგივე როგორც პოზიციონირებს ბაზარზე აბსოლუტურად ყველა აუდიტორული კომპანია. ცოტა ისე გამოდის, მე მგონი, მაგრამ მე მგონი რომ მათთვისაც სასარგებლო იქნება. ჩვენთვისაც და თავაზობს აუდიტორულ და ბუღალტერულ მომსახურებას, ფინანსურ ანგარიშგებას. იგივე სიტყვის დარწმუნებული ვარ ქართული კომპანიების 99%, რომელიც იგივე საქმეს აკეთებს. შესაბამისად, თუ დღეს მომხმარებლები არ აწყდება, არა იმიტომ რომ ცუდი პროდუქტი ან სერვისი აქვს, იმიტომ რომ მომხმარებელს ვერ ეუბნება განსხვავებულს ვერაფერს. ოკეი, რამე თუ შეგიძლია გაგვიზია რომ მარკეტინგული თუნდაც 1-2 რაღაც ტაქტიკა, ხრიკი, სტრატეგია, რომელიც დანამდვილებით გამოგვადგება თუ უკვე ამოვწურეთ ეს თემა. იცი რა, მე ვფიქრობ რომ ხრიკებს ძირითადად უფრო გაყიდვებთან მიმართებაში მარკეტინგი არის მთელი სისტემა, ამიტომ იქ რაღაც ხრიკების გაზიარება ცოტა რთულია, მაგრამ გაყიდვები არის ძალიან ისეთი შეიძლება მოკლე პროცესში იყოს და რაღაც ბურთს რო გააგორებ და იქ რაღაც ილეთებს გამოიყენებ, დაახლოებით ეგრე შეხედო გაყიდვებშიც ხრიკებს და ტექნიკებს. მე ვფიქრობ, რომ როცა დამწყებები ვართ ხოლმე გაყიდვებში, მაშინ გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხრიკებს და ტაქტიკებს. და გგონია, რომ მთავარი მუღამი გაყიდვების დიალოგის და პროცესის არის ის, რომ იქეთა მხარე მიიყიდოს. აი თითქოს ნებისმიერი გზით გოლი უნდა გაიტანო რა და ვცდილობ რაღაც ილეთებით რაღაცები ქნა. რაც რომ გადის მე ხვდები, რომ იმის ნაცვლად რომ რაღაც ილეთებით რაღაცები ქნა, ჯობია გახდე ადამიანი, ვისაც უბრალოდ ეუბნებიან კის. და როგორ უნდა გახდა ეგეთი ადამიანი? ვისაც მანამენდობიან სანამ შეთავაზებას გააკეთებს. ისევ კომუნიკაციამდე მივა. ხო, ესე გამოდის, რომ სანამ ასე ვთქვათ პროდუქტის გაყიდვამდე მიხვან, მანამდე პრე-კომუნიკაციაც გჭირდება, ვიდრე იქნება უშუალო კომუნიკაცია. ხო, ნახე. ესე რომ გავაკეთოთ, რა პროცესია ყიდვამდე. ყიდვამდე აკეთებ შეთავაზებას, ეს არის ოფერი და ოფერამდე არის პრეზენტაცია. პრეზენტაცია და ოფერი არის ესეთი პაზლივით რაღაცა. როცა ოფერს აკეთებ, შენი ოფერი უნდა ხურავდეს ყველა იმ კითხვას, რომელიც პრეზენტაციაში შენ თვითონ წამოჭერი. ოფერი უნდა იყოს პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც იქეთა მხარეს რომც არ წამოეჭრა, შენ უნდა წამოგეჭრა. დაგენახებინა ამ კითხვებზე პასუხის მნიშვნელობა და შემდეგ როცა ოფერს დადებ მაგიდაზე, შენი ოფერი ამ ყველას აპლუსებს. და როცა ოფერს აკეთებ, უკვე მეორე მხარეს აღარ აქვს დაბრკოლებები, რომ ძვირია და ბებიაჩემს უნდა ვკითხო და სხვაგანაც უნდა ვნახო და ასე შემდეგ. ეს რაღაცა პრეზენტაციის პერიოდში გაქვს უკვე გავლილი და როცა ოფერს აკეთებ, იქ აღარ გვხდება წინააღმდეგობები. გაყიდვების წინააღმდეგობები არის უპასუხობით ინფიცირებული კითხვები, რომელიც თვითონ არ წამოვჭერით. და როცა ესე არ უყურებ და შეთავაზების შემდეგ წინააღმდეგობები გვხდება. მე ვფიქრობ, რომ აი რაღაც ხრიკები მინდა და ილეთები მინდა. ხო, საინტერესო არის, მაგრამ დიდად არ გჭირდება თუ თავიდანვე სწორად აკეთებ. ორგანული რეკლამა თუ ფასიანი? როცა 3 წლის წინ დავიწყე ჩემი გამოცდილების გაზიარება, საერთოდ არ მქონდა ფასიანი რეკლამის ფული. ამიტომ ორგანული კომუნიკაციით გავედი ფონს, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ თუ საკმარისად სასარგებლოს და მართლა ღირებულს აზიარებ და ეს თუ საკმარისი რაოდენობის ადამიანებისთვის მართლა წარმოადგენს ღირებულებას და თუ შენი კომუნიკაცია
მათ შორის შენი რეკლამა უკვე ეხმარება ადამიანს მანამ სანამ შენამდე მოვა ჩემი აზრით ორგანული რეკლამა ფონს გავიგებს. ესე იგი ჯერ ორგანული რეკლამა და შემდეგ თუ როცა ფული გვექნება უკვე ფასიანი რეკლამა, შემდეგ უკვე ფასიანი. ნახე, ფასიანი რეკლამა გაზოგინებს დროს, ვერ შეგიცვლის. ნახე, თუ რეკლამა კომუნიკაცია თუ უშედეგოა, ფასიანზე თუ გავუშვებ, უფრო უშედეგო იქნება. მაგალითად ორგანულმა კომუნიკაციამ თუ მაჩვენა რომ ნახა 10,000-მა კაცმა და ამ 10,000 კაცი ის შედეგი დაიდო, რაც მინდოდა, ეხლა ავდგები და ამას ფასიან ტრაფიკზე გავუშვებ იმისთვის, რომ მილიონმა ნახოს იმის მსგავსმა, იმიტომ რომ ორგანულმა უკვე დაადასტურა რომ ეს რაღაცა მუშაობს. მე ასე ვაკეთებ ხოლმე, თუ ორგანულად რაღაც არ მუშაობს, იმას ფასიანზე საერთოდ არ ვუშვებ. ან ჯერ უნდა დატესტო ორგანულად რა მუშაობს და მე უკვე ფასი. და მე უბრალოდ სწორ რაღაცებს უნდა აკვირდებოდე რა. უყურებ უბრალოდ რამდენს ხარჯავ და რამდენს გაძლევს. მარტივად რო ვთქვა ზედმეტი მარკეტინგული რაღაც ტერმინებს რა ხუნის გარეშე. რამდენს ხარჯავს და რამდენს გაძლევს. თუ იმაზე მეც გაძლევს ვიდრე ხარჯავს ყველა ფრის გათვალისწინებით რაღაცების. აგრძელებ მე ვაჭრობას იმ სარეკლამო წერტილებში, სადაც შენი დახარჯული X-ი უკან გიბრუნდება მეტად. ოკეი, ერთი საინტერესო კითხვა მაქვს. რა ჯობია 100 სტაბილური ყოველთვეში მომხმარებელი ყავდეს და ამაზე იყო კონცენტრირებული თუ კონცენტრირებული იყო იმაზე რომ ყოველ თვეში ახალი 100 მომხმარებელი ასე ვთქვათ მოისიდო. გააჩნია კუბებს თუ ყიდი ყოველთვე ვერ გეყოლება ვერც ერთი სტაბილური მომხმარებელი, მაგრამ ნახე ბიზნეს ყავს თუ არა სტაბილური მომხმარებელი, პირდაპირ ინდიკატორია შენი პროდუქტი ან სერვისი არის თუ არა სწორი ფორმის სწორ ხალხზე მიყიდული. იმიტომ რომ გაყიდვა გაცილებით მარტივია, ვიდრე ისე გაყიდვა რომ მომხმარებელი რეგულარულად დაბრუნდეს. ამიტომ თუ მომხმარებელი არ ბრუნდება, ინდიკატორია რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. ამიტომ ჩემი აზრით ორივე მნიშვნელოვანია რა. ისე უნდა ყიდდე, რომ მომხმარებლები გიბრუნდებოდნენ და გააჩნია ბიზნეს მოდელსაც ან offers თუ ახლა subscription base პროდუქტი გაქვს, რომელსაც ერთხელ გაყიდი და მე უბრალოდ აბონენტებივით ეს ხალხი გიხდი, შეიძლება შენი ბაზრის ზომიდან გამომდინარე ან შენი მიზნიდან გამომდინარე, ასე კი რა 10 კონტრაქტორი საკმარისი იყოს. მაგრამ შეიძლება რეგულარულად იზიდავ ახალ მომხმარებლებს, ოღონდ იმდენად სწორად ყიდი, რომ ესენი აგრძელებენ რეგულარულად გადახდას და შენი მარკეტინგი კიდე აგრძელებს ესეთი ხალხის მოზიდვას და კონვერტირებას. კი ბატონო. აი ხშირ ბევრი ის არის რა, რომ დაგუგლო ბევრ რაღაცას ამოგიგდეს, ბევრ სტატიას, როგორ დავიწყოთ ბიზნესი, რაღაც side hustle, უფულოდ ურისკოდ ყველაფრის გარეშე. რეალურად შესაძლებელია ეგრე ბიზნესის დაწყება უფულოდ ურისკოდ მეწილეების გარეშე რაღაც. იცი რომ მაგაზე არის ბევრი კაი მეთოდოლოგია არსებობს. კიდე ერთხელ ვახსენებ წინა სტუმარს. სახელი არ მახსოვს. ნიკოლოზი, ხო? ნიკოლოზი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა რაც ახსენა, შეიძლება ერთი აიგივე მეთოდს გულისხმობთ. არის უამრავი მეთოდი, რომელიც გასავლის როგორ გადაამოწმო შენი ვარაუდები, მანამ სანამ ხარჯს გასცევ. მაგალითს გეტყვი, ნახე. მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ესეთი ჭიქების წარმოება ან ჩამოტანა ძალიან კაი იდეაა რა. თუ გამოუცდელები ვართ, შეიძლება ავდგეთ, ფული ჩავდოთ, თუ არ გვეყო ვიღაცები ჩავიწილოთ და ვუთხრათ, რომ იცი რა, ამას რომ ჩამოვიტანთ ქართულ ბაზარზე, ეს მაგრა წაიღებს მო რა. და სინამდვილეში ეს რაღაც არის ვარაუდი. და როცა ამას გავაკეთებთ, უკვე ფული გვაქვს ჩადებული და ფაქტები დაადასტურებს საპირისპიროს, რომ შევცვლით რაღაცაში. და მაგრამ ნახე ეს ფაქტი არ ცვლის იმას, რომ ჩვენს ვარაუდებს მაინც ჭირდება დადასტურება. ერთადერთი რაც იცვლება ჩვენი ვარაუდი ისე უნდა დავადასტუროთ ფაქტებით, სწორად ვარაუდობდით თუ არა, რომ ეს რაც შეიძლება იაფი დაგვიჯდეს, მეწილები არ დაგვიჯდეს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ამიტომ შეიძლება გააკეთო, ჯერ დაიწყო გაყიდვა, თითქოს უკვე აქ გაქვს, დაიწყო გაყიდვა და ნახო რო გქონოდა გაიყიდებოდა თუ არა. რეალურ მაგალითს გეტყვი, ნახე. ამასინათ ერთ-ერთ ადამიანს კახეთში უნდა და მანქანების გაქირავების სერვისის გაკეთება. მისი ვარაუდით უნდა იყიდა რაღაცა 1-10 მანქანა, იმიტომ რომ მისი ვარაუდი იყო, რომ ყველა კარგად გაქირავდებოდა. და თუ გამოცდილებას დაამატებ ამ მიზანს, პირველი რასაც გააკეთებ არის ის, რომ ყველა ამ მანქანას რის გაქირავებასაც ჩამოყვანას აპირებდა.
რის გაქირავებასაც აპირებ, ბარემ დაიწყებ ამათ გაქირავებას და ნახავ საერთოდ რომელზე დარეკავდნენ, რომელზე არ დარეკავდნენ, რომელზე რა ფაში გაქირავდებოდა ყოლოდა და შეიძლება აღმოაჩინო რომ 10 სხვადასხვა კი არა, 2 უნდა ჩამოიყვანო 5-5. 2 მოდელი. ამის გამო კვლევა არაფერი არ გიჯდება განცხადების ატვირთვა გჭირდება. ხო მაინც ეგრე უნდა გაგიქირავებინა. განცხადება გაგიკეთე, გააკეთე. მან კითხვა შემოდის რომ ხომ არა რო არ მეყოლება, ბიჭო 10 მანქანა რო ყავდეს და მე 11-ემ დაგირეკოს რას ეთქვი, ეთქვი რომ არ მყავს და პირველს უთხარი იგი. ბიზნეს გეგმაზეც გითხარი, საჭირო არ არის საჭირო და რატო? თუ საჭიროა რატო საჭიროა და თუ არა რატო არა. ბიზნეს გეგმის საჭიროება ძირითადად ჩვენს მეხსიერებას შემოვიდა იქედან რომ უნივერსიტეტში გვასწავლეს რომ ბიზნეს გეგმა არის საჭირო. ბიზნეს გეგმა რაღაცები შეიძლება საჭიროა ან არაა საჭირო გააჩნია როდის და რა ფორმით. თუ ბიზნეს გეგმით იწყებს ადამიანი სტარტაპის კეთებას არ ვიცი, მე არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ბიზნეს გეგმით დაუწყია და გამოსულია. წარმოიდგინე, კერძს ამზადებ, ამ კერძის გემო და ვიზუალი მხოლოდ ჩვენს გონებაშია და სანამ ექსპერიმენტებით მიხვალ საბოლოო ფორმამდე, ჯერ რომ დაჯდე და რეცეპტი დაწერო. თქვა რომ ამას ესე ვიზამ და ესეც კაცმა არ იცის. მაგრამ ჩვენს გონებაში არის რაღაც საბოლოო შედეგი, როგორი უნდა იყოს ეს რაღაცა, ამას ექსპერიმენტების გზით აღწევ და შემდეგ ეს შედეგი რომ განმეორებადი და პროგნოზირებადი გახდეს, ადგები და ისეთ ფორმას მისცემ, აღწერ ყველა პროცესს, აღწერ ყველა დეტალს და შემდეგ ისეთ ფორმას მისცემ, რომ სხვას რომ მისცე რეცეპტად იგივე გაიმეოროს. და თუ ეს ეტაპი გამოტოვებულია და ჯერ რეცეპტის წერას იწყებ, უბრალოდ ვარაუდია, სინამდვილეში ბიზნეს ვარაუდია. კითხავობა. თუ რაღაცა ახალი გიცდია, ალბათ აღმოგიჩენია რამდენჯერ მოგწევია სხვადასხვანაირად გაკეთება. ახლა ეგეთი უნარი რო გქონდეს რომ გავწერთ ამას რო ვიზამთ იმ შედეგამდე მივალთ რა გვიჭერს, მაგრამ არ გამოდის ხოლმე ეგრე. ფულის შოვნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი რა არის შენი აზრით? უყურე. როცა ვამბობთ ფულის შოვნას, ვგულისხმობთ რომ ფული არსებობს, ოღონდ ეს ფული სხვა ადამიანების ჯიბეშია. სხვის საბანკო ანგარიშზეა, სხვის კრიპტო საფულეშია, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იშოვე. შესაბამისად იმისთვის რომ ის ფული შენამდე მოვიდეს, რომელიც ამ წუთას სხვის ჯიბეშია, ამ ადამიანებს უნდა დაანახო შენი შექმნილი გამოსავალი, როგორ აღემატება იმ ღირებულებას, ვიდრე ის ფულია, რომელსაც მასში ვთხოვ. მე თუ შენ დაგანახებ, რომ ეს რაღაცა შენთვის 10,000 ლარის ღირებულებისა და შენ შეგიძლია 1000 ლარად იყიდო, დიდი სიამოვნებით ადგები და იყიდი. საუკეთესო გზა არის ფოკუსირდე საკუთარი თავის გარდა სხვებზე, ოღონდ მართლა. ოკეი. რეალურად ეგ არის ხო? რასაც ვამბობდით, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული უნდა. მე თუ შენ დაგანახებ, შენ მიერ ჩემთან დახარჯული 1000 ლარი. როგორ ქმნის შენთვის 10,000 ლარის ღირებულებას? დიდი სიამოვნებით ადგები და გადავ. კი ბატონო, კაი მოდი შენ წიგნზეც გითხარი ერთი ორი სიტყვა. რამ გადაგაწყვეტინა და დაწერა და რას წერა. მე კი გადავხედე რაღაცებს, მაგრამ წაკითხვა ვერ მოვასწარე სამწუხაროდ, თუმცა თავებს გადავხედე და რაღაც ნაყიდი გაქვს და არა, რაღაც ის ვნახე. უფასო ვერსია იყო, 2 წამით გიჩვენებდა გვერდს და ესე, ოღონდ თუ ამოძრავებდი გვერდს, მაგ შემთხვევაში შეგეძლო წაგეკითხა და ესე რაც მოახერხე წავიკითხე. კაი, მოკლედ სიბზნეს სიმდიდრის აქვია. წიგნს ჩემი აზრით განხილულია ის ელემენტარული პროცესები, რომელიც ყველა ადამიანს უნდა გვესწავლოს სკოლაში. სკოლაში, ბაღში თუ არც იქ და არც იქ უნივერსიტეტში მაინც. რეალურად დღეს ქართველების სიღარიბის მიზეზი სიღარიბეში ვართ, სიხატაკეში ვცხოვრობთ. მაშინ როცა ირგვლივ ყველაფერია იმისთვის, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ხალხი ვიყოთ. და მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ გამდიდრებას, არის ის, რომ საოპერაციო სისტემა, რომელიც განათლების სისტემა მგონებაში ჩაგვინერგა, ის რომ გაყიდვათ ეხავს ის, რომ ფული რა ვიცი, რატო უნდა გინდოდეს, ნამდვილი სიმდიდრე, სულიერი სიმდიდრეა მხოლოდ და შემდეგ ან სიგიჟეები და ჩაგვინერგეს, ხელს გვიშლის იმის აღქმაში და იმ შესაძლებლობების აღქმაში, რაც ჩვენს ირგვლივ უხვად არის. და მეორე კონკრეტული ფორმულები, ტაქტიკებია, როგორი უნდა იყოს შეთავაზება, რომ მეტმა მოგმართოს პოტენციურმა მომხმარებელმა, იმიტომ რომ
ბიზნესში აბსოლუტურად ყველა პროცესს ფული გააქვს. გაყიდვა არის ერთადერთი წერტილი, როცა ფული შემოდის. და ფული შემოაქვს მომხმარებელს. მაგრამ მომხმარებელი სანამ შენთან ფულს გადაიხდის, ჯერ პოტენციური მომხმარებელია. ანუ პოტენციური მომხმარებელი იგივე პოტენციური ფულია. და ჩვენი შეთავაზება არის რაღაცა, რაც პოტენციურ ფულს აქცევს ნამდვილ ფულად. პოტენციურ მომხმარებელს ახურდავებს ნამდვილ მომხმარებლად. ნამდვილ შედეგებად. ხო, შესაბამისად, ციკლში არის კონკრეტული კითხვები და დიალოგის ტაქტიკები ხო ესე გამოდის რომ ერთი ნაწილი არის იდეოლოგიური გადაფასება და მეორე არის უკვე კონკრეტული ხო, იმიტომ მე თუ არ მესმის რომ სიმდიდრისთვის ვარ შექმნილი და სიმდიდრე ნახე ტიპს რო კითხო როგორი ჯანმრთელობა უნდა არ გეტყვის რომ ახლა იმდენი რომ ავადმყოფა და არ ჩავითვალო აი როგორი ჭკვიანი შვილები გინდა გყავდეს ისეთები რომ სულელებად არ ჩაითვალო ხო არ გეტყვის რომ ძალიან კაი ჯანმრთელობა მინდა ძალიან აი მინდა რომ ძალიან ჭკვიანი შვილები მყავდეს და ფულზე რო ეტყვი აი იმდენი რომ თავი გავიდან რატო შვილო ანუ თუ ეს არ არის მიზანმიმართული იდეოლოგია ჩადებული შეუძლებელია გონიერ ადამიანს გინდოდეს იმდენი რომ შიმშილით არ მოგვდე არა რატო მინდა რომ ეს ერთი ცხოვრება რაც შეიძლება საუკეთესოდ გავლიო და ამისთვის არ მჭირდება კრიმინალი ამისთვის მჭირდება სხვა ადამიანების პრობლემის გადაჭრა როგორც კი ამას იაზრებ მე ხვდები რა შეიძლება შექმნა შენი კრეატიულობიდან გამომდინარე ისეთი რომ სხვისთვის სიკეთეს წარმოადგენდეს და რომ წიგში განხილულია როგორ მოახდინო ამის კომუნიკაცია რომ საუბრის დასრულებამდე ადამიანმა გითხრას კი ბატონო ეგ არის მე მგონი მივედით ჩვენი პოდკასტის ბოლო კითხვამდე ეს იყო ბოლო კითხვა მადლობა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის დროის დათმობისთვის მადლობა რომ გვიყურეთ თუ მოგეწონათ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ აქ კარგად ყიდით თუ ვერ ყიდით ეს და ყველა ეგრე აკეთებს ხო ხო რაც არის ეგანი გამოიწერეთ და ლაიქეთ და დაგვიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ იმიტომ რომ ვკითხულობთ და ვცდილობთ გავითვალისწინოთ მადლობა